პირველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მათ მაფიოზებს. მეხუთე სეზონში ვიხილავთ იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირებას. პატიოსნებში, რა თქმა უნდა, რჩება ექიმი და დეტექტივი. მეორე მაფიის გუნდი შედგება იაკუძასა და შოგუნისგან. იაკუძა დაქირავებული მსროლელი მოთამაშეა, რომელსაც დეტექტივი ამოწმებს შავად. შოგუნი არის უფრო მაღალი რანგის როლი. ის იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში და გადაწყვეტილება მოქმედებაში მოყავს იაკუძას. მაფიაში ამ ორი ეპოქის გაერთიანებას ვიხილავთ. მას შემდეგ, რაც თამაშიდან იაკუძა გავა, შოგუნი რჩება გასროლის გარეშე. იაკუძა იგებს იმ შემთხვევაში, თუ თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მაფიოზებთან ან პატიოსან მოქალაქეებთან, ორი თორში ან ერთ-ერთში. იმის გამო, რომ მაფიის ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთისთვის დაგვიპირისპირებინა, მაფიას დაუმატეთ მარჯვენა ხელი, რომელსაც გაცნობის ღამეს ირჩევს დონი და შემდეგ ყოველ ღამე ეძებს იაკუძას. შოგუნი არ მოწმდება არც დეტექტივის მხრიდან და არც მარჯვენა ხელისგან. თამაში უკეთესი ბალანსისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ღამეს არავინ ტოვებს მაგიდას. პირველი ღამე არის მხოლოდ გადამოწმებების და სტრატეგიების დაგეგმვის ღამე. მოგესალმებით ვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფია იაკუძასა და იტალიური მაფიის დაპირისპირების მე-7 ეპიზოდით დაგიბრუნდეთ და შესანიშნავი მაგიდა არის შეკრებილი იმისთვის, რათა ეპიკობები თქვენთვის შევქმნათ. დღეს განსაკუთრებულად მინდა ქალბატონებს მოგესალმოთ, ძალიან მიხარია ჩვენს პროექტში რომ იღებთ მონაწილეობას, ასევე ბევრ ახალ სახეს ხედავ და მინდა რომ მაყურებელმა განსაკუთრებულად ესე ლამაზი წითელი გულები გაგვისპამეთ, გამოიწერეთ ამ ადამიანების არხები და კიდევ ერთხელ მადლობას გადაგიხდით მობრძანებისთვის. სანამ დავიწყებთ, გეტყვით რომ ერთი თქვენგანი აირჩევა, რომელიც ფინალში ითამაშებს. ასე რომ წარმატებებს გისურვებთ. სად ვითამაშებთ ფინალში? მე მგონი სიცილიაზე მივდივართ და არ ვიცი. თუ მივდივართ, მაშინ მე ვერ გავხდები MVP, იმიტომ არ მაქვს მაგის. აქცარი. კარგი, ფინალში უამრავი პრიზები არის, საპრიზო ფონდი არის 20,000 ლარი. უღრმესი მადლობა Betson Sports, ჩვენი გენერალური
ასევე ბენედიქტინერი არის ჩვენი სპონსორი, რომელიც გერმანული იმპორტირებული ლუდი არის და გემრიელად მივხვდით თქვენ სადღაც ძველოს ტაულე. და შეგიძლიათ რომ Starbucks-ის ცივი ყავა მივხვდათ. ყავა და ლუდი არის ჩვენი სპონსორი და მთელი ჩემი ბავშვობის ოცნება აქ და მეტი რაღა ვინათ რო არ ვიცი. ასევე მეგობრებო, ფინალში Celsius ეყოლება თავისი. Celsius-ი არის გათბობა გაგრილების კომპანია, არისტონის ოფიციალური წარმომადგენელი, შიკის კონდიციონერების ოფიციალური წარმომადგენელი და მაფია პრომოკოდზე არის ფასტაკლება 15%-მდე. შეგიძლიათ მაღაზიებში, ანუ ვებსაიტზე შებრძანდეთ, აირჩიოთ რავე პროდუქცია და იყიდოთ, გამოიყენეთ მაფია პრომოკოდი, რომელიც არის 15%-იანი და მაფიის მხარდაჭერი არის ასევე ლუდისა, რომელიც ქართული ნატურალური ტალღოვანი ჩიპსი, პრემიალური ჩიპსი არის. ლუდისა შეგიძლიათ მიირთვათ, როდესაც გავარდებით და გემრიელად მიირთვით, ჩემი საყვარელი ჩიპსი გახდა. ლუდისა იქ სადაც ლუდი არის. მეგობრებო, მე ვიცი რომ მაფია გიყვართ და დღევანდელი თამაშის შემდეგ უფრო მეტად შეგიყვარდებათ, ასე რომ ყველა თქვენგანს ნებისმიერ დროს გეპატიჟებით მირიან მეფის 31-ში ფულრუმ მაფიაში შეგიძლიათ მოგბრძანეთ მარტო ან მეგობრებთან ერთად, ასევე მაყურებელს მიმართოთ, რა თქმა უნდა დაპატიჟებულები ხართ და მოგბრძანდით, დაჯავშნეთ, ითამაშეთ მაფია, მე მინდა რომ მაფია იყოს ერთ-ერთი ჰობი ყველა თქვენგანისთვის, ყველა მაყურებლისთვის. მადლობა. შეგიძლიათ #-ზე მაფიის გამე 14-ზე კეთდება TikTok ედიტების გათამაშება, ასე რომ გააკეთეთ საინტერესო და მაგარი ედიტები და სახალისო ედიტები. ჩვენი შესანიშნავი სივრცე გაფორმებული არის ნამდვილი საბრძოლო კატანებით, ალესილი არის კომპანია, რომელიც ამზადებს ხელნაკეთ ნამდვილ საბრძოლო და ასევე ბუტაფორიებს და შეგიძლიათ მიმართოთ და ამზადებინოთ თქვენთვის განსაკუთრებული შედევრი, ასე ვთქვათ, ფინალში თავის რჩეული ეყოლება და ერთ ადამიანს გადასცემს ძალიან დაუვიწყარ საჩუქარს. ასევე მან გამოსმინდა გადაუხადო ძალიან დიდი მადლობა, რომ ასეთი შესანიშნავი პოსტერები დაგვიმზადა, რომელიც ჩვენ სივრცეში არის განთავსებული. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან გინდათ დავიწყოთ თამაში, 2000 ლაიქზე ვიწყებთ. ავედით? კი ბატონო, დავიწყოთ, მე მგონი დრო არის რომ სლერდერამ დააღამოს. მადლობა ბექას დახმარებისთვის, მისი არხიც იქნება აღწერაში, შეგიძლიათ გამოიწეროთ. ვეძებ ახალ All-Star-ებს და ხშირ სტუმრებს. დარწმუნებული ვარ, დღევანდელი თამაში ეპიკობა გამოვა. იგვიძებს მხოლოდ პირველი ნომერი და ირჩევს როლს. იგვიძებს მეორე და გაეცნობა თავის როლს. იგვიძებს მესამე და გაეცნობა თავის როლს. მერჩიტობებით იგვიძებს მეოთხე და გაეცნობა თავის როლს. იგვიძებს მხოლოდ მეხუთე და გაეცნობა როლს. იგვიძებს მეექვსე და ირჩევს როლს. ვერშიდობებით იგვიძებს მეშვიდე და გაეცნობა თავის როლს. იგვიძებს მერვე და გაეცნობა თავის როლს. იგვიძებს მეცხრე და გაეცნობა თავის როლს. იგვიძებს მეათე
იღვიძებს მე-11 და იღვიძებს მე-12 რომ ნახოს რა როლი დაუტოვა ქალაქმა დაალაიქეთ და გამოიწერეთ არხები ხელები ავიღოთ მაგიდიდან მიღბები კარგად გავიკეთოთ ხელები ავიღოთ მაგიდიდან და მიღბები გავიკეთოთ კარგად ჩუმად ლელა იღვიძებს მხოლოდ მაფია დონი იქნევს ხელს დონი ირჩევს მარჯვენა ხელს ვემშვიდობები მაფიას იღვიძებს შოკუნი დაუერთდება იაკუძა ვემშვიდობები იღვიძებს დეტექტივი და გადახედავს ქალაქს ვემშვიდობები იღვიძებს ექიმი წარმატებებს უსურვებ გავიცანი ვემშვიდობები და თენდება უცოდვებით ახსავს ქალაქში პირველი ნომერი გახსნის წრეს წარმატებებს გისურვებთ მოკლედ მეგობრებო მოგესალმებით მე გახლავართ პატიოსანი მოქალაქე ძალიან მიხარია მე მაგრამ ეს თქვენთვის რამდენად კაი არ ვიცი იმიტომ რომ რამდენიც პატიოსანი ვიყავი ამ სეზონზე სულ პატიოსნებად წავაგეთ და მე ამას ვერ გადავიტან მე იქამდე ვივლი ამ თამაშს და პატიოსნები არ მოვიგებთ იმიტომ რომ ძალიან დეპრესია მეწყება ხოლმე დღეს მინდა რომ ოღონდ ეს მინდა რომ მაყურებელს ვთხრა რა მე როგორც არ უნდა ვითამაშო სულ ყემალზე ვიჯდე მთელი თამაში კომენტარებში დაწერეთ რომ ანანო შენზე მაგრად აქ არავის არ უთამაშიაო და ესეთი ფასიფიცირებული რეალობა შევქნათ სულ საჭირო გახდა იმიტომ რომ მე მინდა რომ გავხდე MVP და წავიდე სიცილიაზე თორე ამას თუ ვუყურე ეს მე დამტოვებს აქ ეგ კი არა MVP რო გავხდე შეიძლება მაინც დამტოვოს ასე რომ ეს არ დაუშვათ მეგობრებო სხვა რა გითხრა ძალიან მიხარია თქვენი ხილვა და ერთი რასაც დავაკვირდი არის რომ აქ თითქმის ყველა არის იუთუბერი ქალბატონი 10 ნომერი შემოგვიერთს და 8 ნომერი შემოგვიერთს და ეს ხო საერთოდ OG იუთუბერი გახლავთ და ერთი ორ ადამიანს ყავ დარჩევა შემოერთება და ეგ არის იოს და ქალბატონ კაცოს მოკლედ წარმატებები და მინდა მართლა გულით მინდა რომ მოვიგოთ რა მადლობა ორიანს უსმენთ მეორე ფოლი დაუწერე, იმიტომ რომ ორჯერ შემახსენა ვერ ვიყავ. რაც შეეხება ანანოს, მე ანანო არასდროს მგონია გულწრფელი ადამიანი და ეხა მართლა ძალიან მეგულწრფევა რა. მე მინდა გითხრა ანანო, რომ მეც იგივე ბედში ვარ, მოქალაქე ვარ მინდა რომ მოქალაქეზე მაფიოზი არავის ვერ გონდა, როცა მაფიოზი ვარ ხოლმე კალა არ თამაშობდეს, თუმცა დღეს კალა არ თამაშობს, მაგრამ მოქალაქე ვარ სამწუხაროდ. რაც შეეხება პირველ რიგში სახის ვიზუალის გამო მინდა 11 ნომერი დავასახელო კანდიდატურად, თუმცა შემდეგში, რომ ვიზუალურად ძალიან ამაზრზენი ამისყურება და მინდა რომ თავიდანვე მოვიშორო და ნორმალურად გავაგზავნოთ რაბან ბოდიში. არ ვიცი ხო, ჯერ ვერაფერს ვერ ვიტყვი და ვერ ვიტან ჯითუჯის 3 წამში გული მერევა. თითი მოვკაკო თუ მაგას ხო? პირველ ნომერზე გულწრფელი ადამიანი მეგონა რა არ ითქო რა. დასო. სამიანს უსმენთ? მოგესალმებით, მეც პატიოსანი მოქალაქე ვარ, თამაშობ პირველად და დღეს უფრო ვიქნები ალბათ დამკვირვებლის როლში გამომდინარე ჩემი როლიდან. და იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებებს მივიღებ და სხვა მოქალაქეებიც ჩემთან ერთად მიცემენ იმ ერთ კანდიდატს ხმას და მოვიგებთ. და ანანოს ხო, ეგ ვიგულისხმევ. საპრეზიდენტო არჩევნები. თეთრი სახლია. მე გავაფერადებ თიკას. არ შემოხაზოთ გააფერადე. დაასრულეთ. რა ვთქვა სხვა? რაზდა? აჰა. ნუ 4 ნომერს უსმენთ? ანანოს გულწრფელობაშიც არ შემოგვეჭვი, ნუ מחარაც ბუნიო პატიოსანი მოქალაქეა და მათ შორის თიკაც
იმიტომ რომ მაფიოზი რომ იყოს ალბათ უფრო ნერვიულობ იქნებოდა რადგან პირველად თამაშობს. მეც პირველად თამაშობ, მაგრამ მე ზოგადად არ ნერვიულობ. 2 წლების დამწევი მაქვს მიღებული. მე რა თქმა უნდა პატიოსანი მოქალაქე ვარ, ქობულეთელი ვარ, არა პატიოსანი ქობულეთელი, ერთი მაინც მითხარით, ვერ იტყვით. ამიტომაც შევხედოთ აბანანაირად თამაშებს. სახლი გინდა და? გინდა ხო? ვინც მე მომნიშნავს ახლა კომენტარებში და იტყვის რომ მე ვარ MVP, ქობულეთში დავასვენე. მადლობა. 5 ნომერს უსმენთ? კარგი, მოგესალმებით. ძალიან მიხარია რომ ამ არაჩვეულებრივ მაგიდასთან ერთად ვარ მეც. წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ ბევრი პირველად თამაშობთ. ანანო მეც ძალიან გულწრფელი მომეჩვენა, მაგრამ ანანო არის ძალიან კარგი მოთამაშე რა და ერთი ეგ არის რომ ანუ მაგას არ უნდა შეუყვეთ. მეორე არის ის რომ ნუ მახარა როგორც ყოველთვის გადაობს. თიკა ძალიან ისე თავისუფალი მომეჩვენა, ძალიან დაძაბული არ იყო, სხვათა შორის ამგონია რომ მართლა პატიოსანი მოქალაქეა. იოანეც რა თქმა უნდა თავისი არაჩვეულებრივი ხუმრობებით და რავი, ჯერჯერობით ესე საეჭო ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ ანანოსთან ვიქნები ფრთხილად, იმიტომ რომ ვიცი რომ ძალიან კარგად თამაშობს. აი რა! მე ვარ პატიოსანი მოქალაქე და გისურვებთ წარმატებებს. ყვავილებზე ალერგია აქვს ისევიჩი. ვამწავს. შემდეგში ფოლებს დაგიწერთ 6 ნომერს. პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ანუ ამდენი ლამაზი გოგოა და ყველაზე ლამაზი მე როგორ გამოვდექ იმაინც არ ვიცი ეს და რაც შეეხება მოკლედ პირველ ნომერს ანანო ძალიან გულწრფელი მეჩვენებოდა ანუ ანანო გულწრფელია ჩემთვის და ვითამაშე მასთან ერთად მახარა არის მახარასთან რაღაც არ ვიცი მახარა ისე ლაპარაკობ ვერ ხვდები ხოლმე სამი ნომერი უფრო მეშავება ვიდრე მეწითლება მეოთხე ნომერი ესე დიდი დასკვნა ვერ გამოვიტანე მაგრამ ნუ ნეიტრალურად და ხუთი ნომერი შენი თამაშიდან გამომდინარე ვფიქრობ რომ წითელი ხარ ამიტომაც უფრო პირველი და მეხუთე ნომერსთან ერთად ვითამაშებდი ამ ეტაპს სხვა მადლობა. 7 ნომერს უსმენთ? გამარჯობა, მეგობრებო, ძალიან მიხარია, რომ ძალიან ბევრი გოგონები თამაშობთ დღეს. იმედი მაქვს, რომ კარგი თამაში გვექნება. ხო, ეხლა რაც შეეხება თამაშს, რაღაცა აქეთ 6 ნომერმა დაარღვია თითქოს ცოტა ამათი იდილია, თორე ესენი ისე ჩავარდნენ აქედან პირველიდან 5-მდე, რომ ყველას ერთმანეთი მოწონდა და ეგ ცოტა ვერ გავიგე. ანანოს გულწრფელობა ძალიან დამაჯერებელი იყო ამ ეტაპზე ჩემთვის. აქ მჯდომი ადამიანებს შორის ყველაზე გულწრფელი მომეჩვენა. 2 ნომერი სიმართლე გითხრა ვერ გავიგე. 4 ნომერი ცოტა არ მომეწონა წინა თამაშთან შედარებით. 5 ნომერი ეხა ძალიან დამაჯერებელი იყო და მომეწონა ის რომ ყველა მათგანზე რაღაცა ინფორმაცია თქვა თითქოს ანუ დაკვრებული იყო და ეძებდა მათ შორის და ამ ეტაპზე პირველთან და 6-იანთან ვითამაშებ. 6-იანი იმიტომ მომეწონა რომ ვიღაცებს შეუტია და რაღაცები არ მოეწონა. სოპას მე პატიოსანი მოქალაქე. რუიას უსმენთ? გამარჯობა, მიხარია რომ თქვენთან ერთად ვთამაშობ დღეს. რაც შეეხება პირველ ნომერს, ჩემთვის ძალიან დამაჯერებელი იყო, მიუხედავად იმისა, რომ აფრთხილებდნენ, რომ შენთან ჯობია თვალები არ დავხუჭოთ რაღაცებზე. შენ ყოველთვის ერთნაირი ხარ ნომერო 2 და ამიტომ დედაფერს ვერ ვიტყვი. ნომერი 3 მგონია რომ უბრალოდ თავდაჯერებული ქალბატონია თავისი ყველაფრით, აი თავისი რაღაცეებით და შეიძლება ამითი ძალიან კარგად ფარავდეს საკუთარ თავს, არ ვიცი. შენ მე ძალიან მომწონხარ ნომერო 4. არ ვიცი, ეს შენი პოზიტივიდან გამომდინარე შეიძლება იყოს, ჯერჯერობით ძალიან მომწონხარ. ნომერი 5-ზე ვფიქრობ, ცოტა იგივეს რასაც ნომერი 7 ფიქრობს, რომ ძალიან დაკვირვებული ხარ ამჯერად და ეს შეიძლება კარგი იყოს მოქალაქეებისთვის ძალიან. შენზე მე არაფერს არ ვფიქრობ. მართლა არ მაქვს არანაირი ეჭვი შენზე. ეგ არის და შენ სერიოზული გოგო ხარ ძალიან. დასრულდა თქვენი დრო. 9-იანს უსმენთ? მოგესალმებით, მე რავანა ვარ. დავიწყე პირველი ნომრით. პირველი ნომრის ლაპარაკი ცოტა გაწელილი მომეჩვენა. ძალიან ცოტა. თითქოს და რაღაცას ეძებდა, რომ რაღაცნაირად ელაპარაკა, რაც შეიძლება ბევრი. კითხვის ნიშნის ქვეშ ტოვებ, არც თამაშობ, ანუ არც ამ ყავს გუნდში, არც არაფერი. მეორე ნომერი ჩემთვის უფრო მეტად საეჭო კაცი, იქიდან გამომდინარე, რომ ესე იცის ხოლმე რა, რაღაცა თავი იმაშება, როგორ გითხრათ, აქტიურობს, როდესაც ისეთი კარტი აქვს ხოლმე და შეიძლება კარგი კარტიც იყოს, არ არის გამორიცხული რა. მესამე ნომრის თავდაჯერებულობა მომეწონა ემოციურად ჯერჯერობით. მესამე ნომერთან უფრო
რო ვარ, რომ პატიოსანი კარტი აქვს, სავარაუდოდ მეოთხე ნომერს დავტოვებ ესე, არ ვიცი ზუსტად. ჩემდა გასაკვირად მეხუთე ნომერი მომეწონა. სხვათა შორის მეექვსე ნომრის ის აღნიშნო მომეწონა, რომ პირველთან შეუტია შენ პირველს, თუ არ შეგიტევია. ხო, ანახე, ემოციურად შენ არ მომეწონე. ემოციურად შენ არ მომეწონე, მეშვიდე ნომერს დალაგებული ლაპარაკი ქონდა, მეერვეც ესე რა. გას 10-იანს უსმენთ? გამარჯობა, დიდი მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის, იმიტომ რომ ყოველთვის მინდოდა რომ აქვს დარიყავი და გამომეცადა ჩემი თავი სხვა კრეატორებთან ერთად, ძალიან საინტერესოა. და დავიწყებ მოკლედ ჩემს აზრს რა. ანანოზე ჯერჯერობით ეჭვი არ მაქვს, იმიტომ რომ პირველი იყო და გახსნა და მაინც ოკეია და ჯერ ვერც გუნჩი ვიყვან და ვერც ეჭვი ვერ მიმაქვს. მახარას ცდილობა არ შევხედო, იმიტომ რომ ყოველ ჯერზე ან მეცინება და თუ დამეწყოს ისინი ვერ გავშერდები. გადავირბინოთ, ამიტომ მესამე ნომერი სტაბილური ემოციით გამოირჩევა და ცოტა ძალიან დაწერილი ტექსტივით გამოუვიდა, მაგრამ ეს დიდ ეჭვს ჯერ არ ვმატებს. შეიძლება იმის ბრალიც იყოს, რომ პირველად თამაშობს, ამიტომ ჯერ მაინც ეჭვი ვერ შემაქ რა. ივანეს რაც შეეხება, ივანემაც ძალიან ჩვეულებრივად დაიწყო და ეჭვი ვერ შემაქ ვერც ივანეს ერთ სიტყვით. რაც შეეხება მეხუთეს და მეხუთე ნომერში მომეწონა ის, რომ ყველაზე ძალიან კარგი ნააზრები, გაგვიზიარა, რასაც მეც მემხრობი და დანარჩენს რომ გადავურბინო ყველაზე საეჭვო ჯერჯერობით ჩემთვის იყო გიგი, იმიტომ რომ ანანოსთან ერთად რაღაცა არ მომეწონა და დანარჩენს ვერ ვიტყვი, ხო? ეს ორი მეჭვება ჯერ. დასრულდა. 11-ს უსმენთ? მეექვსედან დასერიოზულდა რა წრე აქამდე რაღაც ხორხოცები და ისინი მაიმუნობები იყო. პირველი ნომერი ნეიტრალურად და მეყოლება ჯერჯერობით და აი ამ ხუთი ადამიანიდან სათითაოდ რო არ განვიხილო. ყველაზე მეტად ეხლა ალბათ არ მომწონს უფრო ხუთი ნომერი. ყველაზე მეტად. იმიტომ რომ ამათმა ჩემი აზრით უფრო გახსნილად ილაპარაკეს დანარჩენებმა პირველმა მოთხოვნა რა არ გამოურიცხავ რომ თქვენ ხუთში რაღაცა ცუდი როლი ზის და დარწმუნებული რომ ერთი ცუდი როლი ხართ მაგეთ მეექვსე თავიდან მომეწონა მაგრამ მე აღარ მომეწონა რაღაცა ისე განიხილა რაღაცები ასევე მეშვიდე ნომერმა მეექვსეზე რაღაც ილაპარაკა თავიდან მე უცბად გუნჩი აიყვანა და 1-6 ითამაშა აგეთ ცოტა გასაკვირი იყო. მე-9 ნომერი არ მომეწონა, რატომღაც მაპატიე მე-9 ნომერო. რაღაც ისე ჩაშალე ზოგადი რაღაცები და რაღაცებზე ჩაუკირკიტე კონკრეტულ ნომრებს, რომ ცოტა საეჭვო იყო ეს ყველაფერი ჩემთვის. და მე-10 ნომერიც, იმ 5-ში გადის ჯერჯერობით. ხო, მე-8 ნომერმაც ძალიან სერიოზულად სადარო ელაპარაკა, მაგრამ ნეიტრალურად. აი ანანო და მე-8 ზუსტად ერთი. დასრულდა. 12-ს უსმენთ? მოგესალმება წითელი კარტი ამ მაგიდაზე. ესე იგი, ჩემგან როგორც ჩანს მაგიდა რა. 1 ნომერი წითელი კარტი მგონია, 2 ნომერი არაზუსტ არ ვიცით რა ფერი არის, სანამ არ გადამოწმდება რა და ნეიტრალურად დატოვებ ამ ეტაპზე. უფრო შავისკენ. 3 ნომერი თქვენ მგონია რომ რაღაცა კარგი მოქალაქე ბრძანდებით რა. რაღაც როლში უნდა გაგვეხსნათ ეგრე გველაპარაკეთ და რა ვიცი, ვნახოთ აბა რა მოხდება. 4-5-ში მე მგონია რომ ერთი შავი ზის რა. სადაც 5 ნომერი უფრო შავი მგონია, მაგრამ ნახე, აქეთ 9 ნომერი, 4 ნომერზე ცდილობს რომ არაფერი არ ილაპარაკოს რა 9 ნომერმა და თუ 9 ნომერი შავია, მე მგონია რომ 4 ნომერი შავი უნდა იყოს მასთან ერთად, იმიტომ რომ ესაა არაფერი არ ეთქვა. 6 ნომერის 1-6 არ მომეწონა, იმიტომ რომ ჯერ 6-თან რატო თამაშობ, იმიტომ რომ ფერიც მომცემი გახსნა არ ქონია, ზოგადად ნეიტრალურად უნდა დაგეტოვებინა რა და აქეთ 7-8-შიც ერთი შავი მგონია. არ ვიცი რა, 10 ნომერი და 11 ნომერი უფრო ემოციურად წითლები მყავხართ ორივე. მე წითელი კარტი ვარ. ხავე მეგობრებო, ძალიან საინტერესო ნულოვანი წრე იყო და თქვენც თუ მოგეწონათ, არ დაგაუწყდეთ ვიდეოს და ლაიქება. ხავე. ხელები ავიღოთ მაგიდიდან. 3 ნომერიც. 7 ნომერიც, ხელები ავიღოთ მაგიდიდან. იღიწევს მაფია და სახავე სტრატეგიებს ვემშვიდობებით იღიწევს თონი და ეწევს დეტექტივს მიიღო პასუხი იღიწევს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას მიიღო პასუხი
იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუზა. ისინი დასახავენ სტრატეგიებს ვემშვიდობები იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მიიღო პასუხი. ექიმი არ იღვიძებს პირველ ღამეს და თენდება. ეს სიახლე ძალიან მომწონს. პირველ ღამეს არავინ არ კვდება, მხოლოდ გადამოწმებების წრე არის. 2 ნომერი გახსნის წრეს და სანამ 2 ნომერი გახსნის წრეს კანდიდატურების დასახელება არ დაგავიწყეთ. 200. ვიცოდი რომ პირველ ღამეს არავინ არ მოკვდებოდა, მაგრამ ამის შიში მაინც მქონდა. ეს ეტო შესაძლებელი იყო წესები შეეცვალათ და რო არ ამოვარდნილიყო რაღაცა, მე უნდა გავარდნილიყავი პირველ ღამეს. თუმცა დიდი მადლობა G2G-ს ამისთვის. რაც შეეხება წეგან თქვენს 4 და 5 ნომერი და ერთ-ერთი შავიაო, მეც ვეთანხმები, აღარ მახსოვს თქვა. 5 უბრალოდ ხო, შავიაო და 5 ნომრის სიშავესი თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ წინა თამაში და რაღაც ვიდეოები ნანახი მაქვს და სახეზე თითქმის ერთი და იგივე ხელწერა აქვს ხოლმე, როდესაც იტყუება. 4 ნომერი გონია პატიოსანი მოქალაქე, 6 ნომერი ვიღაცის გუნდში მგონია, შოგუნთან არის თუ იაკუზა თუ მაფიაში არ ვიცი, ერთწუთი. ჯეირა. ან დაამთავრე თამაში არ არის. დანარჩენი არის მე პირველი 2 წრეზე ესეთ დაამთავრე. პირველი 2 წრეზე ხო შეფასებებს ვერ ვაკეთებ ხოლმე, იმიტომ რომ 3 ნომერს უსმენ? ეს იმას გაიწყდა. გამომდინარე იქიდან რომ პირველად ვთამაშობ და მით უმეტეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რიგითობას, კარგი იქნებოდა ცოტა ბოლოში რომ ვიყო უფრო გამოვიტანდი დასკვნას, მაგრამ პირველი რაუნდის მერე რატომღაც 6 ნომერზე მაქვს ეჭვი, იმიტომ რომ შეტევაზე გადავიდა მალევე, ანუ რაღაცა ეს იდილია რაღაც დაირღვა. ანანოზე ძალიან ბევრი ეჭვი იყო დასახელებული პირველ ნომერზე, თუმცა პირველი რახან იყო და გახსნა, ვფიქრობ შეიძლება ზოგადი საუბარი იყო. ცოტა mixed feeling-ები მაქვს და ამიტომაც ჯერჯერობით მე-5, მე-6 და ცოტა ბოლოებისკენ ჯერჯერობით ზუსტი პასუხი არ მაქვს, მაგრამ ჩემი ეჭვები ესე ნაწილდება და ჯერჯერობით დაკვირვების პროცესში ვარ. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ? 6 ნომერი ჩემთვისაც საეჭვოა, იმიტომ რომ წინა თამაში ზუსტად იგივე გამომეტყველება, სახე, ქცევა, მიმიკა, ყველაფერი ერთი და იგივე ჰქონდა. კიდევ მე-10 ნომერი არ მომწონს დიდად, იმიტომ რომ სულ მე-6 ნომერს უყურებს და ასე მგონია რომ რაღაც ჯაჭვი არსებობს, როლური ჯაჭვი და შეიძლება ერთ გუნდში არიან, სხვაზე ვერავის ვერაფერს ვერ ვიტყვი. მადლობა. ეხლა ჭუიდან არ შემშევო. წინაზე თუ თამაშობდი, წინაზე ხო მოქალაქე ვიყავი, თუ იგივენაირად თამაშობ. ანუ ეხაც კაი ტიპი ვარ და ერთ მახარა შევაფშე როლი არ მგონია რომ არ ხარ ცუდი ტიპი, ხო? მე-6-ზე მეთქი შენ აშუაში. მე-5-ე ცუდი 4 და 5 შორის ცუდი ტიპია და მე-6-ზე ფოლი 4-ას? აი, მას დავწყდები. არა, კაი, ერთუთი. შენ მგონია რომ არ ხარ ცუდი ტიპი, პროსტა, ანუ აი, პროსტა ესე ხარ. დამიჯერეთ ხალხო, არა მაშაროთ, ეხა ერთი წუთი. არ ვარ ცუდი, მართლა გეუბნები, ძალიან გავჭედავ. არ ვარ ცუდი ტიპი, გეუბნებით, არ ვარ ცუდი ტიპი. მე მგონია ამ მაგიდაზე, რომ მე-11 არ არის კაი ტიპი. და მერვე. მორჩი. თქვენი კანდიდატურა? 11. მიღებ. 6 ნომერს უსმენთ? აი, მოკლედ უცებ ვიტყვი, მახარამ რო თქვა, ლოლას სხვა თამაშები მაგ ნაყურებიო, არა აქვს ნაყურები, იმიტომ რომ შემითხარი თამაშამდე რომ არ მაქვს ნაყურებიო, ესე არ უყურებ, შეიძლება მე მოვატყო იმ დროს. მესამე ნომერმა, ანუ იდილია დაგირღვიეთ, რას ქვია, ანუ დაიწყეთ და მე ვთქვი პირველი მომწონს თქო და მეორე ანუ არავის არ მithქვი ეს თვითონ, მაგრამ იდილია დამირღვია რა, რასაც ვფიქრობდი ის ვთქვი. შენ აღარ მახსოვს რა თქვი, მაგრამ შენ აურის გამო რო არ მოგწონვარ, ეგ საერთოდ ვერ გავიგე, აი აურის გამო რო არ მოგწონვარ, 10 ნომერმა იმიტომ დამასახელა რომ ანანოზე თქვი რომ კაია თქო, მოკლედ ეს ესენი რომ გავაქარწყლო და რაც შეეხება მე ვინც მგონია, მე უფრო რატომღაც საეჭო მგონია, იმიტომ რომ რაც თამაშამდე მითხრათ რაღაცა ეხლა ცოტა მოიტყუა და მაშინ ეხა მომატყუა ან თამაშის წინ სადღაც მატყუარა არის საეჭო და ცხოვრებაშია რეალურად ეს თუ ამ თამაში მახარ
всё. ნახე, ეგრე შემო. აი, მორჩა всё, კაი. მახარა დავასახელე. მიღებული. 7-იან სუსმენთ? ჩემთვის ახლა ნახე ეს სიტუაცია დავაგდა ასე რა. ორი ნომერი ამ ეტაპზე აი ძალიან ნეიტრალური ყავდა წეღან, მაგრამ ახლა რაღაცა ძალიან ლოგიკური ბმები ქონდა და ანუ ჩემთვის უფრო პატიოსანი მოქალაქეა ვიდრე შავი კარტი. 3 ნომერი ძალიან ღელავდა და თან 6 ნომერს ცოტა ჩემი აზრით ანუ მიზეს გარეშე შევდია, აი ვკითხეთ რომ რაღაცა იდილიაო და არ ღვიაო. ეგო არის კი, ანუ რეალურად პირველიდან 6 მოთამაშემდე რომ ვიღაცა მაფიოზი იყოს, ანუ უეჭველი არის მაგაში რაღაცა ალბათობა. ამიტომ 6 ნომერი რა შეგიტიათ ეს არის, რა ქვია. ხო და 3 ნომერი ცოტა გამიშავდა. 5 ნომერს თუ ასე მაგრად შეუძლია თამაში რომ რაღაცა ემოციებიდან გამოვიდა, ეს არ ვიცი, მაგრამ მე პირველ წრეზე უფრო მეწითლებოდა და ახალს უფრო მეწითლება. არ ვიცი და 6 ნომერზე ცოტა ეჭვს შევიდა, მაგრამ 3 ნომერს დავასახელებ, რომ ცოტა მეტი ისაუბროთ. 3 ნომერს. ბატონო, 8-იან სუსმენთ? ჩემი აზრი რჩება იგივე 3 ნომერი რაღაცნაირად ცოტა მაეჭვებს არ ვიცი ეს მისი თავდაჯერებულობა მოქალაქე რო ხარ ეგეც თავდაჯერებული არ უნდა იყოს ისიც როცა მაფიოზი ხარ მაშინ უფრო ესე უნდა იყოს თავდაჯერებული და მე-5 ნომერზე დარწმუნებული ვარ რომ წითელია აი დარწმუნებული ვარ იმიტომ რომ რეალურად უსამართლობის სიბრაზე აქვს ეხა და არა სხვა რამის დანარჩენი ჯერჯერობით ვერავიზა ვერაფერს ვეტყვი რა არ არის ეგრე რა სიძახი ხო რა ჩვენ რაღაცა ჩვენ არაფერი ჯერჯერობით საყვარელი მოვჩი მადლობა გაპასეთ ხოლმე 9-იან სუსმენთ მოკლედ წეღანდელი ჩემი საუბარი შენ საუბრასთან დაკავშირებით არა ზოგადად პირველი წრე როცა არის არ არის აუცილებელი რომ უეჭველი ვიღაცა გამოისნო რაღაცა ემოციურ დონეზე შეიძლება ვიღაცები უბრალოდ არ მოგეწონოს რა არ არის აუცილებელი ხელჩასაჭედი კონდეს რაღაცა პირველი წრეა და მაგიტო რაღაცებს უეძებთ ყველა ეძებს რომ რაღაცას მოკიდოს ხელი და მე იმას ჩააჭიროს ასე ვთქვათ რა ხო ხდები ჭყალბი ეს უბრალოდ შენ გაგარკვიე მე ლოლას რაღაცა ეს ძალიან ზედმეტი ემოცია არ მომეწონა სიმართლე თუ გაინტერესებთ ამ მომენტში ძალიან ზედმეტი იყო. უასახელებ 5 ნომერს აუცილებლად, უასახელებ კიდე ვიზე ხო, 12 ნომერი მგონია რომ რაღაც როლშია. ბოლოს სიტყვას საჭოზე რო იძახდა აუცილებლად უნდა გადამოწმებდესო, თითქოს და რაღაცა მიუთითებდა დეტექტივს რომ აუცილებლად გადაამოწმო. შეიძლება კარგი კარტიდან გამომდინარე თქვი ეგ, მაგრამ რაღაცა ჩემთვის კითხვის ნიშნის ქვეშ დგახარ მაგის გამო. ეს უცებ რაც დავიჭირე პირველი წრიდან რა. ასევე ანანოს სტილობს რაღაცნაირად იმაზე რას ფიქრობ, ამაზე რას ვიყო. შეიძლება ვიღაცაზე საერთოდ ვერაფერს ვერ ფიქრობდე. შესაძლებელია, როდესაც პირველი წრე არის. ამიტომ 10-იან სუსმენთ? ხო, მოკლედ წეგან გაჟღერდა ესეთი რაღაც, რომ 6 ნომერს უფრო ვაკვირდები. იდეაში ვაკვირდები ყველას, რომ რაღაცნაირად გავიგო, ვინ ვის უყურებს, მაინტერესებს და ასე თქვა დავაკვირდა და რაღაცა გავიგო, ხო, იმიტომ რომ ესე ვერ შევაფასებდა. ჩემი აზრით, ესენი შეიძლება კი ვეხუმრებიან, მაგრამ რეალურადაც ერთად იყვნენ, ანუ 2 და 11 ნომერი საჯაროდ პირდაპირ, ანუ პასუხს გვიდებენ და ანუ არ გვესმის, ახლა არ ვიცი, მე არაფერს არ ვამბობ უბრალოდ. რაც მგონია, რომ ჩემს გვერდზე ცოტა მაფიოზური სუნია რა. ოფლია. კარგი, დაასრულეთ. მადლობა. 11 სუსმენთ. ეს ემოციურობა ზოგს მოეწონა, ზოგს არ მოეწონა. მე უფრო მომეწონა სხვათა შორის. უბრალოდ 11 ნომერი რატო დაასახელე, მაგას ვერ მივხვდი. მაგრამ კარგი, მირჩევნია დაასახელო და დასახელებულები ვიყოთ და ვილაპარაკოთ ერთმანეთში. ჯერჯერობით 12 ნომერს მომიმართავდი წეგან 9 ნომერი რო ევნებოდი რაღაცებს. მე მგონია რომ ყოველთვის ამას იტყო და ეხლა რას თქვა 2 ნომერზე რა. და ადრეც უთქვია მე მგონი ეგეთი რაღაც, იმიტომ რომ ახარაზე მომს რომ რთულია გამოვიცნოთ როლიო. ამიტომ არ მგონია რამე ის იყოს მან დამალული ძაღლის თავი რა. 3 ნომერზე კიდე არ ვფიქრობ, რა ვიცი, უარყოფითად არ ვფიქრობ და დასახელებ 9 ნომერს დავასახელებ, მოდი. 9 ნომერს დავასახელებ. პირველი წრიდან გამომდინარე რა, პირველ წრეზე არ მომეწონა ძალიან 9 ნომერი და მირჩევნია იყოს დასახელებულებს შორის რა. მადლობა. 12 სუსმენთ?
მე ვასახელებ 8 ნომერს რა, რომელიც ნულოვან წრეზე ჩავთვალე შავ კარტად, მაგრამ ამასთანავე 4-5-ში ჩავე კარტი მოვიაზრე და ეხლა აი ამ ემოციების გამო 5 ნომერი უფრო გამიშავდა რა, ამით არ გამწითლებია, მაგრამ 5 ნომერი მაგიდის წითელ 11 ნომერს ეძახის შავს და მასთან ერთად მოიაზრებს 8 ნომერს რა, როცა მე 8 ნომერიც არ მომწონს, არც 5 ნომერი არ მომწონს. შეიძლება რომ სხვა გუნდის შავები იყვნენ, თუ შავები არიან, მე ვფიქრობ რომ შეიძლება. ამ ეტაპზე არ ვიცი რა, ვინ უნდა გავიდეს, იმიტომ რომ ემოციურად უფრო მეტ გადაწყვეტილებას ვიღებ, ვიდრე აი არგუმენტებით ან გუნდებში აყვანით და მე 9 ნომერი პატიოსანი მგონია უკვე რა. იმიტომ რომ დაკვირვებულად უსმენდი მაგიტას რა ნულოვან წრეზე და ეხლა ამ პირველ წრეზე ეგ რაც ილაპარაკე, სწორად ილაპარაკე და 6 ნომერი შავი კარტი აღარ მგონია მე რა. ისე შეაფასე სხვებმა 6 ნომერი რომ შავი კარტი ვეღარ გამოდის და მე მგონია რომ ყოველად ვერჩით. ხო და ეხლა მგონია რომ 5-8-ში უნდა გავიდეს რომელიღაც. პას. მაგრამ პირველ ნომერს სანამ გადავალთ, დასახელებულები არიან 11, 2, 3, 5, 9, 8 ამ თანმიმდევრობით. პირველი ნომრის 1 წუთი, მერე ნომერი. ნახეთ, მე ესე მომეჩვენა, რომ იქით მხარეს ცოტა დამაკლდა 8 ნომერზე და 7 ნომერზე საუბარი რა. ანუ აქეთ მხარეს რო შეხართ, ჩემი აზრით ისევ 0 წრე დაუთმეთ აქეთ მხარესზე საუბარს, სადაც ჩემი აზრით მართლა კარგად ილაპარაკეს. ეხლა ძალიან დაბნეული ვარ ხოლმე, როცა ადამიანებთან საერთოდ არ ვითამაშე და წარმოდგენა რა მაქვს როგორ თამაშობენ. ისევ ვაკვირდები იმ გამოცდილ მონთამაშეებს. ლენკას დავეთანხმე 8 ნომრის დასახელებაში. ქორო, ეგეთი პატიოსანი მე არ მგონი ხარ და მან ვწდებით მე და შენ, იმიტომ რომ მე ქოროს თამაში რაც მინახავს ზუსტად იმ მიმიკებს და ყველაფერს აკეთებს და ჟესტიკულაციებს, რასაც აკეთებ ხოლმე, როცა ხარ შავი რა. ეს შავზე ბევრად უფრო რაღაცა გიჯობებს აკეთებს და ეხლა რომ დაწყნარებულია და ჩილზე, მაგრამ აი შენ რო თქვი რომ შეიძლება 11 და 2 ერთად შავები იყვნენ, აი მანდ ვიფიქრე რომ შეიძლება 2 მე კი მომეწონა 2 ნომერი, მაგრამ შეიძლებოდა რომ შავი ყოფილიყო რა, მართლა 11 ნომერთან ერთად. და 8-ზე განხილვა შენგან დამაკლა და 7-ზე, იმიტომ რომ ისევ აქეთ ხარეს ილაპარაკე და როცა პატიოსანი ხარ, კარგი პატიოსანი ხარ და მე მაინტერესებს ხოლმე ამაზე. მაგიტო კითხე 8-ზე რა ფიქრობ თქვი, იმიტომ რომ შავი მგონია. დასახელებული კანდიდატურები არიან 11, 2, 3, 5, 9, 8. 30-30 წამი მოგეცემათ ყველას და 11 ნომრის 30 წამი ჩაიგდო. მაგას კი არ დაუკვირვები ვარ მე მაგემას რომ აი ეგრე რაღაცა მიმართება ხოლმე მაგრამ 2 ნომერთან ერთად არ მომიხსენიოთ გუნდში მადლობას გადაგიხდით ამ ყველაფრისთვის რა ვიცი ეგარაც ვილაპარაკე რა აქეთ მეც არ მგონია 3 ნომერში არასდროს არ ჩავდებ ხელს 5-8-ში ჩავდებდი უფრო ხელს ეხა მართლა რა 9 ნომერი პირველი წრიდან გამომდინარე დავასახელე ისევ და ისევ რა პირველ ხუთში მგონია რომ არის ვიღაცა მაინც შავი, მაგრამ აქეთ უფრო სიშავეა. 2 ნომერს უსმენთ? ანუ დამასწრო ხა. თუმცა მე 2 მაგათ თუ შეიძლება რომ რაღაცა სისულელებთან არ დამაყენოთ გვერდზე, იმიტომ რომ არ ვიცი ჩვენ ესეთ ურთიერთობა აქვს, ამდენი ხანი რა ვერ ისწავლეთ. არ ვიცი მე მგონია რომ დღეს ამ ღამეს 5 ნომერი ვიღაცას გაისტუმრებს. ხო ესეა, აუცილებლად. ხო, ეს იმიტომ არ ავარდა, იმიტომ რომ პირველი ემოცია უკვე დახარჯა. და ხა მეორეთი აღარ აქვს ამის ემოციის თავი. ამიტომ ჩემთან შემთხვევაში სისულელს სიზავთ, იმიტომ რომ მე სხვანაირად ვიქცევი ხოლმე როცა არ აპატიოსანი. აი, ერთი წუთი რა, ანუ არასწორად დეტექტივი ვარ ხო, არასწორად იქცევით. გიგი მყავს დეტექტივი, მას 9 ნომერი წითელია. გიგი მყავს გადამოწმებული მეყადავები. მაგიტო ავვარდი. ფოლი ჩემი დრო არ არის? მე 5. სამიარის დრო მიდის? რა, მე მეკონა მე ვიყავი. სამიას უსმენთ? ერთ-ერთ საეჭვო პირებში მეც დავსახელდი და ეს შეიძლება იქიდან გამომდინარეობდეს, რომ როგორც ახსენეს, ჩემი თავდაჯერებლობა და საქციელი, მაგრამ ამ წრეში და საზოგადოებაში პირველად ვჩანვარ, მეც მათ შორის ძალიან ბევრ მათგანს არ ვიცნობ და ვფიქრობ, ეს ეჭვები ზუსტად მათთან მოდის. 5-ას უსმენთ? ბიჭო, ანუ გიხვეწებით ახლა რა, ანუ გიგი გადავამოწმე და წითელია. ეგრევე გიგი გადავამოწმე, იმიტომ რომ ყველა გიგიზე დაიწყო ლაპარაკი, ეგრევე გადავამოწმე და მაგიტო ავვარდი, რომ მეთქი, ეხა უეჭველი გამაგდებენ, გეხვეწებით ექიმი თუ ხართ დამტოვეთ, ხახტო მართლა დეტექტივი ვარ. მართლა დეტექტივი, არ ვიტყუები. და ამის შემდეგ ლენკას გადავამოწმე, იმიტომ რომ აი ლენკა ჰაერი და გამეხსნა. არა, ვიცი, ბაზარი არ არის, რომ არის, გავიგე, მაგრამ რო დაგიმტკიცოთ თუ გინდათ კიდე ერთხელ. აბა რა ვქნა მე როგორ დაგაჯეროთ? დასრულდა. 9-ას უსმენთ?
ქორო შენ რავი პირველი იმიდან კაი გასაგებია ცოტა შეიძლება ვიღაცებისთვის საეჭვო იყო სწორად დავიჭირე მე მგონი 12-ის დეტექტივობა ძალიან რაღაცნაირად მიუთითა და რაღაც აი დავიჭირე რა დამაკდა ამისი ლაპარაკი ან ვერ გავიგე საერთოდ რა ილაპარაკა და ამიტომაც გამოვტოვე არ ვიცოდი რა აქედან გამომდინარე ვერაფერი ვერ იმასკან ეხა აქ დეტექტივობაში არ ვიცი წითლად ყავარ გადამოწმებული მე კი ვიცი რომ წითელი ვარ მაგრამ ალბათ უფრო მეტად რა ვისაც წითლად ყავარ გადამოწმებული იმით ვითამაშებ რა თქმა უნდა ჩემი ხელი წავა წესი დარიგით 5-ში დასრულდა 8-იანს უსმენთ ჩემი სიწითლე იქნებ ნომერო 5 1 რაღაცა დამტოვოთ 1 გაღვიძება და ძინება ცოცხალი და შეამოწმოთ იმიტომ რომ მე მართლა გეუბნებით ერთი თოლ ვიღებ რა შენო ამას ამოწმე აზრი არა რას ამოწმე ვინ დაგხვდება რა გონია ანუ ასეც და ისეც შენ საეჭო ხარ და ესეც საეჭო დასრულდა ხოლი 8-იანს დროიდის ხო მე ხვდები რატომაც შეიძლება გეგონოთ ნომერი 11 მაფიოზი რატო შეიძლება გეგონოთ ნომერი 5-იც მაფიოზი მესმის მაგრამ მე დასრულდა ხმის მიცემა იწყება დასახელებული კანდიდატურები არიან 11 2 3 5 9 8 ამ თანმიმდევრობით წინასწარ გადაწყვიტეთ ვის აგდებთ თორე თუ ხმას არ მისცემთ ბოლო კანდიდატურაზე გადავა ხმა დასახელებულები არიან 11 2 3 5 9 8 ამ თანმიმდევრობით ვინ ფიქრობს რომ 11 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიაცით ხმა 1 2 3 4 5 ხმა ვინ ფიქრობს რომ 2 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიაცით ხმა 1 ხმა ვინ ფიქრობს რომ 3 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიაცით ხმა 1 ხმა ვინ ფიქრობს რომ 5 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიაცით ხმა 4 ხმა ვინ ფიქრობს რომ 9 მე მგონი ყველა ხმა არა ვინ ფიქრობს რომ 9-იანმა უნდა დატოვოს თამაში ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში 1 ხმა სწორია ყველაფერი 11 ნომრის ბოლო სიტყვა სასაცილოა თუ სატირალია ეხლა რაც მოხდა ვერ ხვდები ანუ 5 ნომრის სიშავეში ვერ დარწმუნდით მე ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავ 5 ნომერი შავი არ არის მე ფულს ვიღებ ერთი წუთი შეხო თქვი რომ გადავამოწმე 11-ო რაღაცა კი არა ერთი წუთი 5 ნომერი შენთვის 5 ნომერი შავი არ არის ორივე დეტექტივია შენთვის ეხლა ხო ძალიან უცნაური რაღაც მოხდა ეხლა მე მეგონა რომ ნათელი იყო ეხლა რომ 5 ნომერი გადიოდა ყველას ხელი და მეგონა რომ შენ ხელი აწიე ეხლა პროსტა აკვირდებოდი ვინ ჩადებდა ხელს ჩემში ძალიან ცუდი და ძალიან უცნაური რავი გამომაყოლეთ 5 ნომერი აუცილებლად აი აუცილებლად მე მგონი ეხლავე უნდა გავგვიგდო 5 ნომერი და მე უნდა გველაპარაკა ძალიან უცნაურია ეს არის დეტექტივი ჩემთვის ანუ გახსნით რა ყველაფრის რა შეცდომები დაუშვა ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა 5 ნომერმა ამენ ორ გადაო ძალიან უცნაური თამაშია მაფია რა დარწმუნებული ვიყავი რომ ეხა რავი მაქსიმუმ 2 ხმა წამოვიდო და ჩემგან შეიძლება არასდროს უყურებ მაგ ყველაფერს რავი 5 ნომერი რო გაიხსნა ესე მეგონა რომ ყველა ხმა წავიდო და 5 ნომერში მაგრამ სამწუხაროდ არ მოხდა ესე მე დავტოვე თამაში ძალიან გულდაწყვეტილი ვარ მithumetes ჩემ შავებს რაღაც მომენტში არ რუიანს უტევდნენ საკაიფოდ 7-იანზე ცოტა მივიწყებული აქვს შეტევები მაგრამ რაღაც მომენტში მიუბრუნდებიან თუ რაღაცა არ შეიცვალა და იმედია რომ იაკუძას გაისტუმრებენ ჩემიანები რა ვნახოთ იღვიძებს მაფია დაირჩევს მსხვერპლს მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა შოგუნი მიდასტურებს
იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. იღვიძებს ექიმი და შეიძლება რომ გადაარჩინოს. თემდება. თამაშს ტოვებს ნომერი 12. კაი ვერსია მაინც გეთამაშა რა 5 ნომერიან რა საჭირო იყო ჩემი მოკლა. პირველი ნომერი არის გადამოწმებული წითელი რა, იმიტომ რომ არავინ აღარ ლაპარაკობდა ერთ ნომერზე და ვიფიქრე რომ თუ შავე იქნება და თავის შავების გადაყრიდნენ რა. მე მგონია რომ 11 ნომერი წითლად გავიდა, 8 ნომერი შავი მგონია, 5 ნომერი შავია და მესამე შავი ვინ შეიძლება რომ იყოს არ ვიცი რა, უფრო 2 ნომერი, რადგან 1 ნომერი წითლად ამხვდა. აი ახლა მე რომ მოვკვდი, არის აბსურდი რა. არ გაბედოთ და 5 ნომერი ამ მაგიდაზე არ დატოვოთ. 5 ნომერი მომყვება უკან. მე ვიყავი დეტექტივი. პას. გავამშვიდობოთ 12 ნომერს. მე ვფიქრობ, რომ ნულოვანი წრე უფრო სწორი მქონდა, ვიდრე მე რო გათენდა რა, იმიტომ რომ მე ღამე რაღაცები დაიგეგმა და აი ღამე დაგეგმების დროს მე იფანტება რა, რასაც სახავ მიზნად და მე ვფიქრობ, რომ რადგან 8 ნომერზე მივხვდი რომ შავი იყო, 8 ნომერი შავად უნდა დამეტოვებინა რა. და სავარაუდოდ წაგებული გვაქვს ეს ხელი პატიოსნებსაც და იაკუძასაც, იმიტომ რომ სამიო შავი მაგიდაზე ზის და კაციშვილი ვერ ხვდება. თან ცოტა რთულიც არის რა დამწყებებში თამაში, იმიტომ რომ ძირითადად ემოციურად იღებ გადაწყვეტილებებს და არგუმენტებიც ემოციურ დონეზე გაქვს ხოლოდ და არ ვიცი, აი ძალიან მეწყინა რომ მოვკვდი, არ უნდა მოვკვდარიყავი. ბოლომდე უნდა მებრძოლა და დამემტკიცებინა ჩემი დეტექტივობა. თამაშს ტოვებს ნომერი 9-ს. თქვენი ბოლო სიტყვა. ორი წამი მაცადეთ მინდა დავალაგო და ქალაქს დაუტოვო რაღაცა ღირებული. ესე იგი ექიმა ვერ გაარტყა, ასე ვთქვათ, ჰილი, როგორც ჩანს. ერთი დეტექტივი რომელიც გავარდა თავის წითლად დაიტოვა პირველი ნომერი, ასევე მეც მაწითლებდა, შეიძლება მე ჩემი ხელი იყიდა, საერთოდ შეიძლება არ არის გამორიცხული, არ ვიცხავ ამას. ეჭვქეშ ვაყენებ პირველ ნომერს, იმიტომ რომ მე ანანო ბევრად ძლიერი ვიცი, როდესაც პატიოსანი არის. ჩემი აზრით, არ ვიცი რა, ეს ემოციურად უბრალოდ გონია რომ ანანო შეიძლება შავი კარტი იყოს რა. ყველა ვარიანტში უნდა გაიყვანოთ ხა ჩემი აზრით მეორე დეტექტივი და მე რავი შეხედოთ რა თამაშს რა, იმიტომ რომ ხო, აბა ერთი რო გადის, მეორეს უნდა გავიდეს, აუცილებლად ხელებს ნუ აქნებ ტყუილად, ეგრე არის. უნდა გახვიდე აუცილებლად შე. დავამშვიდობოთ 9 ნომერს. არ ვიცი ვინ გაისროლა ჩემში. რაღაც გული მიგზნობდა რომ ძალიან მალე გამოვარდებოდი და ისე აგიხდეთ თქვენს ჩემო მეგობრებო. ისეაც თავს ცოტა შეუძლოდ გზნობდი და პირველივე წრეზე დამეტყო რომ შეუძლოდ გზნობდი, იმიტომ რომ არ მიძინე ღამე მოკლედ. გონი რომ წესიერი სიტყვა დავტოვე რომ აუცილებლად რომ ნამდვილი დეტექტივიც რო იყოს ჩემი აზრით უნდა გამოვიდეს უკან, ანუ უნდა გამოაყოლოს ქალაქმა და ასევე ჩემი აზრით ლენკას დატოვებული წითელი კარტით აუცილებლად წამოსაყვანი იქნება ქალაქ გარეთ. სუთა ჰაერზე. არ დამცალდა რა, მოკლედ. არ დამცილდა თამაში და ამ წარმატებას უსურვებ ქალაქს იმედია მოიგებენ. წრეს გახსნის ნომერი 3. ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, ჯერჯერობით ისევ დაკვირვების ფაზაში ვარ. აქედან გამომდინარე, ანუ შეიძლება ახლა ისეთი მომენტი იყოს, რომ სრულიად ამ დრამის მიღმა არის ვიღაც მაფიოზი, რომელიც ხელს ადებს და დრამაში ესე ვთქვათ, ვინც მოყვა. ჯერჯერობით მე ვერავის ვერ ვასახელებ და უფრო დავეყრდნობი მათ საუბრებს. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. 4-იანს უსმენთ? მერვე ნომერი მგონია მაფიოზი, იმიტომ რომ წინა თამაშიდან ზუსტად იგივე განწყობა მქონდა მერვე ნომერთან მიმართებით და ბოლოს აღმოჩნდა. და მეორე ნომერიც, იმიტომ რომ ძალიან ხშირად უყურებენ ერთმანეთს. მეათე ნომერიც ძალიან ხშირად დაცაცებს თვალებს, მაგრამ ასე მგონია რომ აკვირდება და პატიოსანია და ასევე მეხუთე ნომერი პატიოსანი მგონია. მე ვარ ექიმი ხალხო და მე მინდოდა მეხუთე ნომერის გადარჩენა.
კანდიდატურა ხო არ ყავთ? დასრულეთ? კი, მადლობა. მადლობა ძალიან. ხუთიანს უსმენთ? იოანე, იმიტომ რომ ესე ვიყავი მე გადამარჩინეთ, თქო ხახნო. ერთი წუთი რა სიტყვა ვთქვი თუ არა, ეგრევე წამომეწია ლენკა, რომ აი ეგრევე, რომ არა მე ვარ დეტექტივიო. ზუსტად ვიცოდი რომ ეგრევე გადაიხაზა ლენკა. შენ რატო არ გჯერა, ჩემი არ ვიცი, მაგრამ ეგრევე შენ გადაგამოწმე და წითელ კარტად გამეხსენი შენს და შენს. მე-7 ნომერმა რატო აწია ჩემს სახელი, მართლა ვერ გავიგე. რავი, დანარჩენი, შენ თუ ექიმი ხარ და არავინ არ გედავება, ძალიან კაი. ერთი აი შოგუნი და აი ეგ ამბავი, აი ცოტა მგონია რომ ამათ შორის ერთ-ერთი შეიძლება და ყოფილიყო რა. აი სამივე მაფიოზი გავუშვით ეგრევე, არ მგონია, მაშინ ძალიან მაგრები ვართ, მაგრამ ხალხო მართლა რა. ეხლა ვეღარ დამხილავს, მაგრამ გეუბნებით, ამდენი ხანი ვარ დეტექტივი. გთხოვთ რა. აი, თხოვნები არ მინდა, კანდიდატურა არ დაგისახელებიათ, 6-იანს უსმენთ? მე ამ კანდიდატს არავის არ დაუსახელებია ჯერ, ხო? კაი, მოკლედ, მე ერთი ეს მგონია, რომ მაფიოზებმა ისე ჩალიჩეს, რომ ეხა ხელები ამას შეაწმინონ, ერთი ვარიანტი არის ეს. ან მეორე ვარიანტია, გამოცდილი მოთამაშეები არიან და სპეციალურად გააგდეს 12 ნომერი. და მანდ უფრო იზავება, ხომ გამოცდილი მოთამაშე იზავდა რა მაგას. არ ვიცი ისე, ანუ მართლა რა ვინ დავასახელო, მაგრამ რადგან არავინ არ არის დასახელებული, მე ვჯერა 5 ნომრის, 5 ნომრის, 4 ნომრის და 2 ნომრის ვჯერა, ჩემს გუნდში არიან და მოდი დავასახელებ ერთ ნომერს, რომ ილაპარაკო, მეინტერესებს შენი დასრულეთ? დასრულეთ? კი. მადლობა, გაპასეთ ხოლმე რა. 7 ნომერს უსმენ? ახლა ისე ნერვიულობ და ისე ნერვიულდი, რომ წარმოადგენა არ მაქვს რა უნდა გავაკეთო, მაგრამ სხვა გზა არ მრჩება. არ ვიცი, რამდენად სწორია თუ არა სწორია, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს ფიზიკურად. მე ვარ დეტექტივი. 5 ნომერზე იყო ძალიან დიდი შეტევა, სხვა გზა არ ქონდა. ჩემთვის უკვე ძალიან ის იყო, რა ქვია, ნათელი იყო, მაგიტომ მოგეცი ხმა 5 ნომერს. 5 ნომერი იყო მაფიოზი, ჩემი აზრით და 12 ნომერი ეგრევე გაიხსნა, იმიტომ რომ შეიძლება დაიჯერა მისი მაფიოზობა. რატომ უნდა გადავამოწმო 5 ნომერი, სადაც უკვე შავია, გადაგამოწმე შენ და შენ ხარ შავი კარტი. და 12 ნომერი გაიხსნა, 12 ნომერი გაიხსნა, იმიტომ რომ ჩემი აზრით იყო იაკუზას წარმომადგენელი, 12 და 5-მა დასხეს ერთმანეთს და არის სხვადასხვა ის 6 ნომერი გადავამოწმე, 6 ნომერი იყო შავი კარტი და მე ვარ დეტექტივი. всё, პას. რუიანს უსმენთ? ჩემთვის ძალიან ცუდად ლაგდება და უცნაურად ახლა ყველაფერი. საერთოდ ვერ ვხვდები ამდენი დეტექტივი როგორ ყავს. ცოტა შენს დამაეჭვე, მაგრამ შენ სულ მაეჭვებ. არ ვიცი, მე 5 ნომერზეც ვერ ვხვდები ახლა რა ვიფიქრო და მე 6 ნომერზეც, ამიტომ პას, მართლა გეუბნებით ვერაფერს ვერ ვხვდები, მე წითელი ვარ. 10-იანს უსმენთ? ბოდიში სანამ 10-იანთან გადავალთ. 7-იანმა დაასახელა ვინმეს კანდიდატურა? 6-იანი? მიღებული. 10-იანს უსმენთ? მეც ამერია ცოტა რაღაცები, იმიტომ რომ სხვანაირად წავიდა თამაში, მაგრამ იდეაში 5-იანის რაღაცაირად მჯერა, ანუ ოდნავ, იმიტომ რომ რეალურად ლოგიკური რაღაცეები თქვა, ანუ ბოლოს ლენკაც გაიხსნა, ლენკა გავარდა, ოკეი. საინტერესოა ხა ვინ გავარდება ჩემთვის, მე რა უფრო დამელაგდება ტვინში რაღაცები. ხო მე ვიტყვი აქ მაინც რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ, არანაირი როლი არ მაქვს ერთ სიტყვით და ჩემი მოვალეობა არის ის, რომ გადავარჩინო, რა თქმა უნდა, მოქალაქეები ხო ესეა და ეხლა რადგან ორი დეტექტივი აღმოჩნდა, ანუ ამ გოგოსიც მესმის, ანუ რასაც ამბობს, ოკეი. იმიტომ რომ გიგი და მე-5 ნომერი ცოტა ერთად, ანუ იმაშობიან რაღაცას, მაგრამ მე მე-5-ში ეჭვი ვერ შემაქვს, იმიტომ რომ რეალურად აი დარწმუნებული ვარ, რომ 11 ნომერი იყო, ანუ ვინც გავაგდეთ იდეაში მაფიოზე და მე-5-ემაც აწია 11 ნომერში ხელი. ამიტომაც ესენი ერთად ვერ იქნებოდნენ. მე კანდიდატურას ჯერ ვერ ვასახელებ, იმიტომ რომ ესე არ მაქვს მოკლედ. 7-იანს დავასახელებ მაინც, იმიტომ რომ ცოტა ანუ მეორე დეტექტივი ეხლა გამოჩნდა რა. დასრულდა. პირველ ნომერს უსმენთ? ვაყენებ 8 ნომრის კანდიდატურას, თქვენ ეხა გინდათ პატიოსანი გადამოწმება. მე ვარ პატიოსანი, თუ გინდა მინდა და გადამოწმება, თუ გინდა შავებს გეტყვი ვინ არიან. ნახე მე თქვენ განიშნებდით მეორე გადამოწმება ვინ ყავდათ. თქვენ რო გაიხსენეთ, მე განვიხილავთ, თქვენ ძალიან ვერ გავიგე false ვიღებ, ვერ გავიგე უბრალოდ, ანუ რას მანიშნებთ. ხო, მაგრამ დეტექტივი რო ხარ, ორივე გადამოწმება რას მანიშნებთ. კი ბატონო, მესმის, თუ შეგიძლიათ რომ მითხრათ, ვინ არის თქვენი მეორე გადამოწმება. შენ იყავი და იყავი წითელი. ნო, დიდი მადლობა. ეს რაღაცას ვიტყვი რა. ეხა ნახე, 3 გახსნილი დეტექტივიდან 2 არის უეჭველი შავი.
შავი. 12 მოკვდა, თუნდაც იყოს დეტექტივი. ეხლა გავა 7, მერე გაყვება 5 ნომერი რა. 5 ნომერს უკეთესი თამაში ქონდა, თქვენ არ გეწყინოთ. შეიძლება მართლა ბრძანდებით დეტექტივი, უბრალოდ ეგრევე გაიხსნა, ძალიან კარგად დაიცვა თავი. წინა წრეზე თქვენ გაგდების კანდიდატურა იყავით რა, ერთ-ერთი. მე არ ვიყავი გაგდების კანდიდატურა ხოს ვიღებ. მე არ მაქვს პრობლემა, გავალთ მეც, ოღონდ უნდა გავალთ. უცებად ამოწყლა, მე ზუსტად მეცოდინე, რომ ორი შავი კარტი გასულია. რუიენ შავი გონი. მე გადამომწ. დასრულდა. ორ ნომერზე სანამ გადავალთ, დასახელებული კანდიდატურები არიან 1, 6, 7, 8. ორიანის 1 წუთი. მე 5 ნომერს ვასახელებ. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის წითელი მე ხარ ეს მეშინია ეს არის ანანო, რომელიც ძალიან მეპატიოსნება და ჩემ აზრზე არ დგას. იმიტომ რომ ანანოსთვის 5 ნომერია დეტექტივი. ფოლს ავიღებ, მე 7-ს მეორე გადამოწმება არ უთქვამს საერთოდ, სანამ არ მკითხე და არ ჩავსტრესე რა. სხვა რამე სახი, ლენკასა და 5 ნომერს შორის ჩემთვის ლენკა იყო დეტექტივი რა. არა ეხა შემოვიდა მესამე ადამიანი, რომელიც მე მგონია რომ ეგრე კარგად თუ თამაშობს, არ ვიცი, მე მგონია რომ დაბნეულია. მე 5 ნომერი არ ვიცი, გუმანით მგონია რომ 100%-ით მაფიოზია და ის მე-6 კუცს უმაგრებს რა. მართლა. ძალიან თქო მე ხელების ქნევით არ გელაპარაკები და ესენი მოვაპარაკებ. 10 წამი? არ ვიცი, 4 ნომერი მჯერა, თავიდანვე მჯეროდა. 8 ნომერი არ მომწონს და 7 ნომრის დაბნეულობა მაფიქრებნებს რომ მართალია რა, არ ვიცი, აი რა სულელე იყოს. ყველას მოგისმინეთ, დასახელებული კანდიდატურები არიან 1, 6, 7, 8, 5. ყველას მოგეცემათ 30 წამი. პირველი ნომრის 1 წუთი. სანამ 7 ნომერი გაიხსნებოდა, ვაპირებდი დეტექტივების ბალანსს რა. შენ მგონი ხარ პატიოსანი, მართლა, იმიტომ რომ ძალიან წყნარად ლაპარაკობ. 7 ნომერს მეორე გადამოწმება არ უთქვამს. ლენკა თუ ყავდა შენ დეტექტივი და მე ჯერ კიდე არა ვარ ჩამოყალიბებული დეტექტივებში. ლენკა თუ ყავდა 7 ნომერი უეჭველი შავი გამოდის, მაინც 7-ით შავი გამოდის 5-ით. მე პირადად დავაცდიდი ახლა 5 ნომერს, იმიტომ რომ ექიმიც 5 ნომერთან ერთად თამაშობს, მე რაც დავინახე, 7 თქვენ ძალიან ნერვიულობდით და თავის დროზე არ გაიხსენით. მესმის რომ ეს საპატიებელია, მაგრამ როცა ვაპატიები ვიღაცას რაღაც შეცდომები, წავაგე მაგ თამაშში რა და ეხლა დეტექტივების ბალანს დავიწყეთ. ჯერ გავა 7, მერე 5. 6-იანს უსმენთ? 6-იანი თქვენი დროა. მე ხო. კაი, ანუ ნახე, ჯერ ეგეთი 7-იანმა რო დაიწყო ეგრევე ჯერ, ანუ ესე თვალებში ვერ შემოხედა პირველ რიგში. ეს ელაპარაკო და ვიკითხები გასჯერ მეორე ვინ არის და ანუ ვერ მოიფიქრე და მე შე რო კითხე რაღაც აი ეგრე აი ძალიან მარტივად. ეს თუ შავი, მაშინ ეს თუ გავიყვანთ, მეს უნდა გამიყვანოთ, იმიტომ რომ ანუ ეგრე გამოდის, იმიტომ რომ ეს მეუბნება რომ ეს ამბობს რომ შავიაო და ეს ამბობს რომ წითელიაო და მაშინ მე ვთამაშობ 5 ნომერთან ერთად მთლიანად, იმიტომ რომ მე ვარ პატიოსანი და ვთამაშობ 5 ნომერთან ერთად. თუ გაგდებ ორივე უნდა გავაგდო, ჯერ 7 ნომერს ვაგდებ, ანუ უეჭველი, რა თქმა უნდა, მაგას მეორე კანდიდატი ვერ დამისახება გულ. 7-იანს უსმენთ? ანუ იმიტომ რომ დაბლა ვიხედებოდი, ანანომ ძალიან კარგად ეხა დაიჭირა ეს და ჩამაჭირა რომ მეორე არ გითხოს, შენ რო გადაგამოწვა, ეგ იმას არ ნიშნავს, რომ შენ ხარ აუცილებლად პატიოსანი მოქალაქე. ჩემთვის უკვე შენ თამაშობ ძალიან შოგუნის თამაშს, აი ძალიან შოგუნის თამაშს რა. 5 ნომერი არის უეჭველი მაფიოზი და 6 ნომერი არის გადამოწმებული შავი კარტი. და რატომაც არ ვთქვი, იმიტომ რომ დაბლა ვიყურებოდი, რაში მჭირდება უბრალოდ ორი დეტექტივი ახსნე და ვიხსნები მესამე დეტექტივს. უბრალოდ სხვა გზა არ მაქვს. ამის გამო გავიხსენი, მეტი არაფრის გამო. ფოლს ავიღებ. ეხა მაფიამ წესით უნდა გაისტუმროს დეტექტივი. 2-იანს ფოლი? ხო, 7-იანი ჩემი აზრით ხო რაღაცნაირად უცებ აღმოცენდა და უცებ დაგვაჯერა იმაში რომ ესენი ყვა ორი დეტექტივი ცრუობს და თვითონ არ მოშტერია. რა შეიძლება უბრალოდ დასწრებული თამაში რაღაცა მეთქვა რაღაცები. იმიტომ რომ ისედაც არეული იყო უკვე და უკვე ისედაც ორი დეტექტივი იყო და ბარემ მესამეც იქნებაო იფიქრე და მე ესენი ორი ერთად რაღაცა ძალიან შეთამაშებულები არიან, ამისი თქმაც მინდოდა. დასრულდა თქვენი დრო, 5-იანს უსმენთ? არა. კაი, ჩემი დროა ხო? 7 ნომერი უეჭველი შავი, მაგრამ რა მაინტერესებს ცი? ეს თუ შავად გადაამოწმე, ანანო რო გადაამოწმე ვინ იყო? კაი ტიპი იყო? და ამბობ რომ შოგუნია ანანო? კაი, ჩემი საყვარელო, გთხოვთ, 1 წუთი ვიყურეთ. ეხლა მე გადავამოწმებ ანანოს. ვეღარ გადამარჩენს იოანე და უეჭველი გამაგდებენ, მაგრამ გთხოვთ, ან ბოდიში თქო რა შეიძლება გავადეთ? არ ვიცი შე რატო არ მიჯერებ მე ამდენი ხანია, ანუ გეუბნები, გადავამოწმე წითელია. წყალი არ გაუვა შავი ტიპი ხარ, შენ მე რატო აღარ მოგწმა, ვერ გავიგე და თქვენში რომელია შუგუნი, აი ძალიან გამიტყდება ეხა, არ ვიცი. ხმის მიცემა იწყება. დასახელებული კანდიდატურები არიან 1, 6, 7, 8, 5. ამ თანმიმდევრობით. წინასწარ მოიფიქრეთ, ვის აგდებთ, თორე დაგვიანებულ ხელს არ ჩავთვლით. ვიფიქრობს, რომ პირველმა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა. ვიფიქრობს, რომ 6-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა.
ვინ ფიქრობს რომ 7 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიაცით ხმა 1 2 3 4 5 6 7 ხმა ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში ვინ ფიქრობს რომ 5 1 ხმა ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა 7 ნომრის ბოლო სიტყვა მოკლედ, ოკეი, მე გავედი, მაგრამ 5 ნომერი ავსვათ უნდა მომაყოლოთ, იმიტომ რომ 5 ნომერი არის შავი კარტი და 6 ნომერიც არის შავი გადამოწმებული შავი კარტი. მე გავედი, ნუ პრობლემა არ მაქვს, მე ვიყავი ნამდვილი დეტექტივი და 5 და 6 მომაყოლეთ უკან. მადლობა. გავემშვიდობ 7 ნომერს და ღამე. ესე იგი გამაგდო ქალაქმა არ დაიჭერა ჩემი მესამე დეტექტივობა, მესამე დეტექტივად იმიტომ გავიხსენი, რომ რავი, რატომაც არა რა, უფრო სახალისო იქნება და ვიდრე უბრალოდ რომ მაფიით ჩუმად მეთამაშა და ძალიან დიდი იმედი მაქვს ჩემი მაფიოზი მოიგებს კი ავრიე სიტუაცია, მაგრამ მე მგონი რომ ჯერ ესეც თამაში არ გინახავთ სამი დეტექტივი, მგონი არსად დაყოფილო. მადლობა. რა თამაშია, ხო არ გადაობთ? ყოჩახ თქვენ. მე ესეთი თამაში ჯერ არ მინახავს. ხელები ავიღოთ მაგიდიდან, იღვიძებს მხოლოდ მაფია და ირჩევს მსხვერპლს. მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი, იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. მიიღო პასუხი, იღვიძებს ექიმი. და თემდება ამ ცოდვებით ახსავსე ქალაქში. მალე შეჩემა გითხარი რა. გაგიმარჯოთ ყველას. არავინ არ დატოვა თამაში. 4 ნომერი გახსნა. 4 ნომერის ლაპარაკის დროა. მე საკუთარი თავი გადავარჩინე ხოლმე. მაგრამ ეჭვიმ ფოლს ვიღებ ისე. ეგეთი რამე როგორ არის შესაძლებელი? ანუ იტალიური მაფიამაც დაიმენას არც ერთი დაასახელა თუ როგორ? შეიძლება მე ვიყავი ეგერთი. 3-ია სკოლი. და მგონია რომ ეგ ერთი ადამიანი იყო 10 ნომერი. მიიღო 10 ნომრის კარტი. მიღებულია. მადლობა, 5-იანს უსმენთ? მოიცა. შენ ეხა შენ თავი დახილე? ხო. და ეგ ერთი ადამიანი გონი ვიც დარჩა? თუდი ტიპი. იყო ეგ მეათე? აიცი რა არის? მე აქ ეხა მიზის 3 წითელი კარტი რა. ოღონდ თქვენში უეჭველი დიდი ალბათობით არის ვიღაც აქ შოგუნი რა და ძალიან გამიწყდება. ეხა ნახეთ, მე ვერ გავიგე მერვე ნომერი, რატო არის ეჭქვეს ჩემ მიმართ. აი ყველანაირად გიწითლებს ხალხნო ჩემ თავს. და ძალიან მიყვარს რო არ გამაგდე და ძალიან მიხარია, იმიტომ რომ კიდე ვიპოვი ვიღაცებს. თიკაზე მაქვს ეჭვი. არ ვიცი რატო, მაგრამ აი ეგრე მკარნახობს გული რომ თიკაზე მაქვს ეჭვი. და მერვე ნომერი არ მომწონს. მერვე ნომერს მარტო იმიტომ ვასახელებ, რომ მეტი ილაპარაკოს. ვერ გავიგე მე რატო არ მომწონა და მარტო მაგითო გასახელებ. დასრულდათ. მადლობა, 6-იანს უსმენთ? მაგრამ შევიზია წიხელი 10 ნომერზე თუ 8 ნომერზე? 8 ნომერზე? მოკლედ მე მჯერა ხო რა ან მაგრა თამაშობდა იმ ყოველას იმსახურებს ეს გოგო ან არ ვიცი 5 4 1 და всё ხო ანუ 2 3 10 და 8 ყავს ხო მე მაინც დავასახელებ მეორე ნომერს თავიდანვე იქიდან მეორე ნომერს დავასახელებ უკვე დიშბოდიში კაი ბოდიში ბოდიში
კაი, 3, მაშინ ეგრე 3, 8 და 11-ია და ხო. დარჩენილი. ანუ ამერია, კაი, არა უშ იმის ხას თქვი და იმაზე. მორჩა პას. ბოდიში, კაი. ჩემი აზრით ძალიან ცუდი თავის გამართლებაა, როდესაც ვერ ხვდები რატო გასახელებენ და ამიტომ შენ გასახელებენ, ნუ ყოველ შემთხვევაში მე წინაზე რო ვითამაშე, მაკედან გამოვიტანე დასკვნა, რომ მე მგონი სამაგიეროს გადახდები არ არის სწორი და რატო გააკეთეს არ ვიცი, მაგრამ ალბათ ნუ ინსტინქტში გიზის როგორც მაფიოს ეხლა რომ ესეთი რაღაცები აკეთო. რომ მე უბრალოდ დამასახელე, იმიტომ რომ დაგასახელე, ეს ცოტა უცნაურია. და საწყენი, იმიტომ რომ წითელი ვარ, მართლა წითელი ვარ და ნერვები მეშლება რომ ისედაც უფუნქციო ვარ და კიდე პლუს ვიჯდე მაინც ღმერთო ჩემო და გიყუროთ. მეტი კი არაფერი. და ამასაც მე ღმერთის ხსენებაზე გვაპატიეთ. ესეთი საშინელი ჩვევა მაქვს ბოდიშს კეთეთ. ამიტომ ხო ვასახელებ ხუთიანს. მე გავუხუთი. 10 უსმენთ? მოკლედ, მე ესე მახსოვს, რომ 5 ნომერმა თქვა, რომ გადამოწმებული ყავდა მერვე ნომერი. ესე მახსოვს. არა? ვშო, ოკეი. კაი, ხო, ეხლა ნახე, ჩემი ეჭვები მეც გამიჩნდა რაღაცა ეჭვები რა. მეოთხეზე ვერ ვიტყვი არაფერს, ცოტა ძალიან ჩუმად არის და აი, იქ რაღაც ხდება. ანუ ხუთიანში ეჭვი არ მაქვს, იმიტომ რომ იდეაში, ანუ ამ გუნდს ამთამაშობ რეალურად და ეხლა რადგან არავინ არ მოკვდა, ესე იგი შეიძლება რომ ანუ მკვდარი იყოს ბევრი მაფიოზი, ანუ ეს არ ვიცით რეალურად რა. ხო და შეიძლება არ იყოს მკვდარი, არ ვიცი, მაგრამ მესამე ნომერი მიუხედავად იმისა, რომ პირველად თამაშობს, ანუ თლად ასეთი სიჩუმეც არ შეიძლება, მეც პირველად ვთამაშობ. და ანუ რაღაც აზრი მაინც გამაჩნია რა და ანუ არ მეშინია იმის, რომ ჩემი აზრით დავაფიქსიროთ ამამად რო თქვა რა. იმიტომ რომ ვარ მოქალაქე და ანუ ვცდილობ რომ ვიღაცები აღმოვაჩინო რაღაც ცოტა საეჭვო ვინც მეჩვენება. აი 11 ნომერზე ვამბობდი ვთქვი. ხო, მოკლედ მე ცოტა 3 ნომერი მეჭობა და გადაამოწმეთ, ან არ ვიცი, ანუ ჩემი კანდიდატურა არის 3 ნომერი. მადლობა, დასრულდა. პირველ ნომერს უსმენთ? ვაყენებ 8 ნომრის კანდიდატურას, გიგი ძალიან ჩაწერილი ხარ 5 ნომრის დეტექტივობაში რა. მე მგონია, ანუ ისეთი ემოციები გვაჩვენე ლოლა, მაგრამ შენ ძალიან კარგი მატყუარა ხარ რა. ანუ ნახე, რომც იყო დეტექტივი, არა მეგობრებო, ეს არ არის სწორი თამაში რა. ეხლა ხუთიანი უნდა გავიდეს. ეხლა კანკალება, არა კანკალება არ აქვს მაგას მნიშვნელობა. 12, 7, 5-ში უეჭველი ორი მაფია და შენ რატო გადახტი თავით 5 ნომრის დეტექტივობაში, არ ვიცი რა. ნახე 5 ნომერმა 11-ზე ხელი აწია ჩემთან ერთად. ჩვენ ერთად ავწიეთ, შენთან ერთადაც ავწიე ხელი, 5 ნომერთან ერთადაც ავწიე. სამივე დეტექტივის პატიოსანი გადამოწმება ვარ. ყველაზე პატიოსანი ვარ ამ თამაში. 5 ნომერი უნდა მოიხსნას სწორი თამაში. ეს არის სწორი თამაში, გასაგებია? შენთვის 7 შავი იყო, მაგრამ რა იცი რომ 12 არ იყო დეტექტივი. გადამოწმებული ვაფშე არ ყავდი, რა გჭირს? ეხა გავა 5 ნომერი და შენთვის უკვე 3 და 8 არის დარჩენილი შავები რა. იმიტომ რომ რუიანმა შეზეა წია ხელი 7-თან ერთად და 10-იანმა ბოლოს მიამატა 11-ს. ეგეც თემა იყო რა. 2 ნომერს უსმენთ? მართალია, ანუ ბალანსის თამაშით უეჭველი 2 შავი კარტი რომ მოვიშოროთ 5 ნომერი უნდა გავიდეს. მე ვერ ვიგებ 5 ნომერისთვის თუ 2 შავია დარჩენილი თავისი გასვლა. მე მგონია რომ მართლა დეტექტივი ამაზე არ ნერვებდა და თვითონაც მზად იქნებოდა ამ ყველაფრისთვის. და ამის თქვა დატოვებდა, მაგრამ გიგის კიდე კუდი საწევა რომ არა ლოლას შეეშვით კაცო. მე მგონია, არ ვიცი, ვერ დამაჯერეს. 5 ნომერი, 6 ნომერი მგონია მაფიოზები. და ყველაზე ცუდი რაც მგონია ეს არის რომ იაკუძა გასული კი არ არის. პროსტა ექიმს ესროლეს რა. ორივემ ექიმს ესროლა. განა გავიდა. პროსტა ექიმს ესროლეს და ექიმი გადარჩა, იმიტომ რომ თავისთავად დაიხილა. აქ ყავს იაკუძა, იქითა წარმომადგენლებიდან მე მგონია რომ იაკუძა არის დარჩენილი, ეგ არის ყველაზე ცუდი და ჩვენთვის კარგია მოქალაქეების რომ ერთში გაისროლეს და ექიმა დაიხილა და გადარჩა, ეგ იყო იდეალური. ეხლა ლოლა გადის, ვინც პატიოსანი ხართ 100%-ით, იმიტომ რომ დარწმუნებით გვეცოდება რომ 2 მაფიოზი მოვიშორეთ, ან შოგუნი. 3 ნომერი დახურავს სტრესს, დასახელებულები არიან 10, 8, 2, 5, 3. ამ თანმიმდევრობით. 3 ნომრის 1 წუთი. მე ვფიქრობ, მე 5 მართლა გამომდინარე იქიდან, რომ ამდენი რაუნდი უკვე ეჭვი გვაქვს, დრო არის რომ ეჭვები გავაქარწყლოთ და ძალიან აქტიური თამაშიც არ არის კარგი, იმიტომ რომ იმაზე მიუთითებს, რომ შენ შეიძლება არ იყო პატიოსანი მოქალაქე.
და ასევე ამ რაუნდში და წინა რაუნდში მე-1000-ზეც გამიჩნდა ეჭვი, უბრალოდ საუბრიდან გამომდინარე, რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ და უნდა გადავარჩინოთ, ესე უნდა მოვიქცე ხო? ანუ რაღაცა ვალიდაციას ეძებდა თითქოს. თითქოს ხედავ რაღაცა გუნდს შეიძლება იყოს აქ. მე ჩემი კანდიდატურა მე-5 მგონია ჯერჯერობით. დასახელებულები არიან 10, 8, 2, 5, 3. 10-იანის 30 წამი. მოკლედ, მე იმიტომ გამოვხატე ჩემი აზრი შემდეგნაირად, რომ როგორც გავიგეთ, ანუ პირველი ნომერი გადამოწმებულია, თორე თამაში რო დაიწყო, მე პირველ ნომერზე და 6 ნომერზე მქონდა ეჭვი, მაგრამ გავიგეთ, რომ პირველი ნომერი გადამოწმებულია და არის სუფთა. ნუ 6 ნომერზე გავიგეთ ასევე რომ არის წითელი, მაგრამ რეალურად რადგან მაინც ვეჭობთ, რომ რაღაც ეს ორი ბოლომდე მთლად ვერ არის რიგზე, არ ვასახელებ, რომ ბოლომდე სუფთა, ანუ მე ცოტა მაინც ყოველ საჭუს თვალით ვუყურებ. და რაც ითქვა იმაზე, რომ დეტექტივი ყველა უნდა გავიდეს, მაგასაც ვეთანხმები, იმიტომ რომ ანუ ხო ერთ სიტყვით ესე გამოდის რა, რომ დეტექტივი უნდა გავიდეს ყველა საბოლოოდ რა. გაიწმინდოს. მოკლედ მე დარწმუნებული ვარ, რომ 12 ნომერი დეტექტივი იყო და იქ ჩვენ გავუშვით უკვე კარგა ხანის წინ. დარწმუნებული ვარ, რომ აქ მაფიოზი იჯდა და ისიც გავუშვით და დარწმუნებული ვარ, რომ 5 ნომერი არის მაფიოზი. ან კიდე იაპონური იაკუზა. ანუ ნიშნულობა არ აქვს დეტექტივი ახლა თამაშობს თუ არა რატო იცი? იმიტომ რომ ერთი რო გავა რეალურად, ანუ უკვე მეცოდინება რომ ერთი მინიმუმ უნდა მიყვეს ხო? ანუ დასრულდა ფოლი, თქვენი დროს დასრულდა, ორიანს უსმენთ? 8 ნომერმა ეგეთი რაღაცა თქვა, რომ ისე მაინც ვიჯდე უფუნქციოა, რომ შესაძლებელია იაკუზა მკვდარი ყავს და ერთ-ერთი უფუნქციო შოგუნი დარჩა 8 ნომერი. ეგეც შესაძლებელია და უბრალოდ წამოსდა ეს ყველაფერი, რომ აი უფუნქციოთ ერთ-ერთი უფუნქციო როლი არის შოგუნი. მოქალაქე არ არის უფუნქციო როლი, პირიქით, ყველაზე ფუნქციურია. არ ვიცი, ჩემზე ალბათ ყველა დეტექტივის მხრიდან კარგი კაცი ვარ. ყველა დეტექტივის მხრიდან შენ რატო დამადეხელი მე არ ვიცი, შემეშალა ძია არ მაინტერესებს. კაროჩ 5 და 6 მგონი, ან დიდ შეცდომას უშვებ, ან ძალიან ძლიერი ვარ. 5-იანს უსმენთ? კაი, ნახე, ნანკა ბოდიში, მაგრამ ანუ ეგრე რომ ადებ ხელს და ლენკას იგჯერა, აი იმენაშავი ხარ. აი ძალიან გულიწევ, ახლა ვიცი რომ მე გამაგდებ დაზრია ქოპარკს. ერთი არის რომ გიგი შემიჭამა იმენა, შენ თუ შოგუნი ხარ, ძმაო საღოლმაში. ერთხელაც არ მიკითხავს მე გიგისთვის არაფერი, აი ესია. გადამოწმე ანანო, გავიგე, ყველაფერი გავაკეთე, რაც პროს ძალიან შემაწუხე უკვე და შენ გამო კიდე ერთი თიმი გავიჩიტე და არ მინდა ეს ერთი თიმი, კაცო. ანუ ვერ გავიგე, ვერ დაგაჯერეთ, წუხარო ვერ გამოწვევ ვერავის, რა ვქნა. 3-იანს უსმენთ? მე სხვა სათქმელი იდეაში ამ დროისთვის ჯერჯერობით არაფერი არ მაქვს. ამ ღამის მერე უფრო მგონია სწორ დასკვნებს და მიუახლოვდებით ალბათ სიმართლეს. მადლობა. ხმის მიცემა იწყება. დასახელებული კანდიდატურები არიან 10, 8, 2, 5, 3. ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 10 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? 1, 2, 3 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 2 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? ვინ ფიქრობს რომ 5-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? 4 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 3 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? 7 მიხართ? მე 1 ხმა გადავიდე 3 ნომერს. 5 ნომრის ბოლო სიტყვა? ვიცოდი ხო? და ანუ მოქალაქეების მხრიდან სწორი თემა იყო, რომ ბალანსი გეთამაშოთ. უბრალოდ, ეხლა ძალიან სამწუხაროა, რომ ვეღარ გადავამოწმებ ვერავის და ძალიან მეეჭვება მესამე და მერვე. ანუ აი მართლა ძალიან მეეჭვება გთხოვთ, მე ვინც გადაგამოწმეთ, უეჭველი ნანკა გაუშვით ჯერ და მე მესამე ნომერი და მე ვიღაცა მგონია რომ შოგუნი უეჭველი თამაშია და გიგიმ რატო შემაწუხა, ეგეც არ ვიცი. ტყუილა და არ მითამაშია და არ მინერვიულია ამდენი, მართლა გეუბნებით რომ ეგრეა რა. დავშვიდობთ 5 ნომერს. და ღამე. მოკლედ მე ვიყავი დეტექტივი. საწუხაროა რომ დამომაგდეს თამაშიდან, მაგრამ ნუ ბალანსისთვის საჭირო იყო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვიღაცაებისთვის მაინც საჭირო ადამიანი ვიყავი და უნდა გამოვეკდე. საწუხარო ის არის, ჩემ გულს ვეღარ დავეხმარები და ვერ ვიპოვი ცუდ ტიპს, იმიტომ რომ ვისაც ხელი დავადე, ყველა კარგი აღმოჩნდა, წითელი, მაგრამ ვიღაც შეიძლება იქიდან შოგუნი იჯდეს და ეგრეც მგონია რომ ერთ-ერთი იქიდან შოგუნია. და რა ვიცი, წარმატებებს უსურვებს ხებს რა. სიცილიაზე წვიმები იცისო? იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. მიიღეს გადაწყვეტილება, იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს.
მიიღო პასუხი. იგვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. იგვიძებს შოგული და უერთდება იაკუძა. იგვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას. იგვიძებს ექიმი და შეეცდება გადაარჩინოს ის უბედური. ხელები გავაჩეროთ. თენდება. ჩვენი სპონსორია ბეცო სპორტი, ბენედიქტინერი, სტარბაქსი, ცელსიუსი, პანგამუნი, ალესილი, ფორნო მაფია, წრეს გახსნის ნომერი 6. მინდა შეგიძლია პროსტა ხელთან ახლა. ორი. კაი. ხო ან გეტყვით რა იმას ერთ რატომ რა 5 ნომრის რატომ მეჯერა ის იყო რომ ნუ ან ამის თამაშით მივდიოდით ან ეს იყო მაფიოზი რა ანუ და მე რატომღაც ჩავთვალე რომ რავი და მე ვენდე და გავყევი 5 ნომერს თუ პირველი და ორი ნომერი ყველას მხრიდანაა გადამოწმებული მე არა ვარ ყველა მხრიდან მარტო ლოლას გამიყავი გადამოწმებული ამან შავი ვარო თქვა ეგ დამავიწყდა. ხო, მოკლედ პირველი და ორს პირველი 2 4 ანუ არც ერთი არ გადიხარ თქვენ და აი 3 10 და 8-დან გადის რომელიმე და დავასახელებ რუიანს რომ ილაპარაკოს. მაგიტო დავასახელებ რომ ილაპარაკოს. თუ დაასრულეთ გაპასეთ ხოლმე 8 ნომერს უსმენთ? მე ისევ ჩემ ძველ ვერსიაზე ვჩერდები რომელიც იყო 5 ნომრამდე და 7 ნომრამდე. ეხლა მე ვფიქრობ, რომ 3 ნომერი შეიძლება იყოს იაკუძა. კიდევ ვფიქრობ, ნუ ექიმი რო ყავს, ვიცი. მოკლედ თქვენს წითლობაში მე ეჭვი არ მეპარება ორივე სეში რატოკაც მარიცის. მოკლედ ესე ვფიქრობ 3 და 6. რატოკაც რა თუ გსურთ, თუ არ გსურთ არ დავასახელებ. მარტო თქვენი კანდიდატურაა დასახელებული. მართლა. იყოს 6. 10-იანს უსმენთ? კი, მოკლედ ახლა იდეაში მოხდა ის, რომ ექიმა შენ ვინ დახილებ, აღარ გავიგე და მანიშნე. მეორე, აჰა, ოკეი და არავინ არ მოკვდა. ოკეი, საინტერესოა, მოკლედ იდეაში პირველი და მეორე არიან გადამოწმებული, ანუ ჩემი სანდო დეტექტივი, მეც ვისაც ვენდობოდი იქიდან გამომდინარე, პირველი და მეორე მე 6-ად გადამოწმებული ანუ, ხო? ოკეი, მაშინ ჩემი კანდიდატურა რჩება ისევ 3-იანზე, იმიტომ რომ 4-იანმა კიდე მასახელა. უბრალოდ არ ვიცი რა მოტივით საერთოდ ისიც არ უთქვამს, მაგრამ გავიგე რომ ექიმია და რადგან ექიმია და ყველა ვენდობით, მე მაინც მესამე არის იმდენად ჩუმად, ანუ მეც არ ვიცი მოქალაქე ვარ, მაგრამ რასაც ვფიქრობ ვამბობ და მესამე მგონია ფთხილობს, რომ რაღაც ფეხი სადღაც არ გადაუბრუნდეს, არ ვიცი. მერვე ნომერსაც შეეხება, ანუ ესეც არ ვიცი, იმიტომ რომ რაღაცნაირად ცოტა ბუნდოვანია მაინც ჩემი ის ანუ ესე ვთქვათ, ხედვა, რასაც აფიქსირებს და მე-6-ზე მე ეჭვი არ შემაქვს, იმიტომ რომ ერთად თამაშობდით ერთი სიტყვით რა და ვენდობი და აი მესამე ნომრის ძალიან ჩუმად ყოფნა ცოტა ძალიან მეეჭვება არ ვიცი შეიძლება ვწდები მაგრამ ჩემი პირადი მოსაზრება არა ხო ვასახელებ მესამეს რა რომ მეტი გავიგოთ ოკეი პირველ ნომერს უსმენთ ვაყენებ 3 ნომრის კანდიდატურას თუ ეხლა არ უშვებ რომ მარტო შოგუნია თამაში დარჩენილი იმიტომ რომ მე მინდა რომ ყველაზე ცუდი ვარიანტი დაუშვა რა თუ დაუშვებთ რომ კიდე წინა წრესავით ერთ ადამიანს ესროლეს მგონია რომ ანუ გამოუცდელი სროლა არის 2 ნომერი. შენ თუ მართლა 2 დაჰილე 2 გადარჩა და 2 ნომერს ესროლეს 2 არ იყო მოსაკლავი კარტი. მოსაკლავი იყავი შენ რა. ანუ და ეს მგონია თუ კიდე მკვლელი არის დარჩენილი თამაში, ეს მგონია ვინმე გამოუცდელის გაკეთებული. შენ ეხა ექიმს ხო მოკლავდი. false ვიღებ და ის თავისთავად ერთხელ ხო დახილა და თავის თავს ხო ვეღარ დახილავდა. თავის თავს ვეღარ დახილავდა და ზუსტად მაგიტო ისე 4 უნდა მომკვდარიყო თუ ვინმე ისვრის რა და ამიტომ გონი ხარ შენ მაფიოზი თუ ვინმე მაფიოზი ან იაკუძაა თამაში დარჩენილი 3 ნომერი მგონია მაგის გამო რა ანუ ცუდად არ მიიღო უბრალოდ მგონია გამოუცდელი ხილი 2 ნომერი რა აი ერთადერთი ეგ შემიძლია თქვა და თუ გავყვები 5 ნომერის დეტექტივობას ნუ ემოციურად 5 მგონია მაგრამ სწორი თამაში ვითამაშეთ არ გიგონოთ რომ რაღაცა ცუდი გავაკეთეთ რა ძალიან სწორად ვითამაშეთ 2 შავი უეჭველი გაყვანი გყავს ქალაქს რა
ორ ნომერს უსმენთ? მესამემ დააბრახუნა მახარაძე, ხო. არ ვიცი, მე ყველას გაყვარით მგონია, რომ ისე დავაგდა რაღაცები, რომ ყველა მაფიოზი არ გაგვიყვარნია, ეგრე მგონია, რაღაცა დარჩა კიდე. წეგან მაფიოზი ლოლა უნდა მომკვდარიყო ხანე და არ მოკვდა. ეგ ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, იმიტომ რომ მინიმუმ შოტგანი და იაკუზა რო ყოფილიყო, ან მე მგონია რომ თავისიანებსაც უნდა მოეკლათ, ანუ რომ რაღაცა კვალი დაემალა თუ არ მოკვდა, ანუ პროსტა გადარჩა. ხვდები? თვითონაც რო ყოფილიყო თავისთავად უნდა მოეკლო, მაგრამ მაგდენი ვეღარ ეფიქრა. ამიტომ მგონია 5 ნომერი მე რა. რომ მაფიოზი გავუშვი. 3 ნომერი ძალიან ჩუმად მიდის და ფიზიკურად ვერაფერს ვერ ვიტყვი რა, მაგის გამო თუ ეჭვს შევიტან. მე 6 ნომერი აი ჩაციკლული ვარ, იმენა რომ 6 ნომერი უნდა მიყვეს 5 ნომერს, არ ვიცი, აი. თუ ძალიან ეტენებოდა რა, ხან გათეთრდა შენ თვალში, კი არა და პატიოსანი იყო 5 ნომერი, ის ეგრევე მიპარაზიტივით დააჯდა და აი კი ჩვენ ერთად თავად და ასე შემდეგ რა. 3 ნომერს უსმენთ? მე პირველად როგორც ვახსენე უკვე პირველი მოთამაშე ვარ და ვაკვირდები უფრო, რადგან პირველი გამოცდილება არის. სიჩუმე არაფერ შუაში არ არის. მე 6, 8, 10 ამ 3-ზე მაქვს რატომაც ივანე როიქიმი ამაში ეჭვი არ მეპარება, არც პირველ და მეორე ნომერზე არ მეპარება ეჭვი, მაგრამ 6-ის აქტიურობა და 5-თან შეკრულობა უფრო მაფიქრებს, რომ 6 ნომერი უნდა იყოს ამჯერად. თან არ განვიხილავ იმ ვარიანტს, რომ მოქალაქეები ყველაზე ნაკლებად იმარჯვებენ სტატისტიკურად, მე მოქალაქე ვარ და ეხლა მე მიწევს რომ მე გამაგდონ ზუსტად მაგ პრინციპის გამო რომ მოქალაქე ვარ და ესე ვთქვათ ცალკე რაღაცა შეკრულები არიან. მე ზუსტად ვიცი რომ მოქალაქე ვარ და ჩემი მთავარი მიზანი ზუსტად ეგ არის და აქეთ მაქვს რატომაც ეჭვის სულ ლუწი რიცხვები 6, 8, 10, მაგრამ ჯერჯერობით 6 დავასახელებ. მადლობა. სანამ 4 ნომერი დახურავს სტრესს, დასახელებულები არიან 8, 6, 3. 4 ნომრის 1 წუთი. მე 2 ადამიანზე მაქვს ეჭვი, არა 3-ზე. 3 ნომერიც მგონია რაღაც დოზით, მაგრამ მე 6-ზე და მე 8-ს მგონია, იმიტომ რომ თვალი რომ გავახილე, ნანკა ძალიან აქტიურობდა, უნდა რომ ნანკა გადამერჩინა და რატომაც მგონია რომ ერთი იაკუძა, მეორე საქმე შოგუნი. შოგუნი ხო? შოგუნი არის ეს. იმიტომ რომ ძალიან შეთანხმებული იქნებოდა რომ מחარა მოეკლათ და ერთი მისცემდა დავალებას, მეორე ეს რო და ძალიან კაი იქნებოდა, იმიტომ რომ მთელი თამაშის განმავლობაში აგი ერჩის מחარასთან რა ვიცი. მე მგონია რომ მე 6-ია და პასტ. მადლობა. დასახელებული კანდიდატურები არიან 8, 6, 3. ამ თანმიმდევრობით 8 ნომრის 30 წამი. მე იმიტომ გაჩვენებდი რომ გადამარჩინო მარტო იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რომ ერჩის ვიღაცა დარჩენილი აქედან იმიტომ რომ რატომაც ყოველთვის ვსახელდები რა აი რაც არ უნდა გავაკეთო ვიყავი რა თქინდოდა გადარჩენა იმიტომ მინდა გადარჩენო სიკვდილი არ მინდა და სიკვდილი არ მინდა თქო გითხარი თავიდან ვერ გავიგე ეს რას ნიშნავს ცუდი გოგო ხარ? კაი გოგო ვარ. შავი ვინ გონია? შავზე რატოღაც ძალიან მაგრამ გონია 6-იანი და 3-იანი. ეს ორი მგონია რა, ამ ორიდან რომელიღაც. 3 ნომერს უსმენთ, 6 ნომერს უსმენთ? მოკლედ, ეხა ლოლა გავაგდეთ, მე მაშინ თუ მე ლოლას ფიქრობ, შავი იყო, მაშინ მეც უნდა მიმაყოლოთ ბაზარი არა, მაგრამ თუ ფიქრობთ რაღაცა, ანუ მე არ უნდა გამაგდოთ თუ გინდათ ბაზარი არა შეგიძლიათ გამაგდოთ, მაგრამ არ ვარ, ანუ მოქალაქე ვარ, მიზეზებს არ დავიწყებ, ანუ მე გონა ლოლა თუ გონიათ რომ ლოლა ის იყო, მეც უნდა გამაგდოთ და მიმაყოლოთ. ბაზარი არა, მაგრამ არ მე გონია ანუ 3 და 8 ნომერია ეს ჩემი ორი კანდიდატურა, რომელსაც ფიქრობ და 3-ზე ავწევ ხელს, იმიტომ რომ ის კითხვა რო დასვა, არ დასვამდა კითხვას, მაფიოზი ეს პატიოსანი რო ყოფილიყო, ეგ კითხვა არ გაუჩნდებოდა და შენ რო თქვი რაღაც ცოტა ცუდად, მაფიოზი რო ყოფილიყო, ამას ეს რო ვიგო. მაშინ მე გიგის კანდიდატურა, იმიტომ მგონია ჯერ მარტო რომ ერთხელ გადამოწმდა და ერთხელ ითქვა რომ წითელიაო და შეიძლება შოგუნი იყოს, მეორემ გადამოწმდა და შავი იყო. ამიტომაც უკვე იმდენი საეჭვო რაღაც დასახელდა შენს მიმართ, რომ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იქნება შენი დასახელება. მე რა ვიცი თუ გინდა დამხილეთ, თუ არ და გამაგდეთ, მე ზუსტად ვიცი რომ მოქალაქე ვარ პატიოსანი. არაფერი საეჭვო არ გამიგეთებია. მოკლედ თუ გგონიათ რომ ანა იყო, მაშინ მეც უნდა მემაყოლოთ. მართლა არ მგონია და შეიძლება მაგრამ მე მიმაყოლებ და ორ ადამიანს უშუალოდ აი ძაა დასახელებული კანდიდატურები არიან 8, 6, 3 ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 8-იანმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა, 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 6-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ეხლა მიეცით ხმა, 4 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 3-მა ნომერმა 2 ხმა. 6 ნომრის ბოლოს სიტყვა? ხო, კიდევ ერთი მოქალაქე დატოვე და მე რატო გამაგდეთ? ანუ თუ ამის გჯეროდათ, მაშინ
ორი ნომერი არ ვიცი, მაინც რატომღაც გონია რო ვერ გადაამოწმებენ ეგა და მე რატო გამაგდეთ? ძალიან სისულელი გადაწყვეტილება იყო, არაფერი მიზეზი არ გქონიათ თქვენ, ძალიან სისულელი კიდე ვიტყვი და მოკლედ მე მგონია מחარა რაღაცა არის, შეიძლება ესა მაფიოზი არ არის, მაგრამ რაღაცა არის და 3 ნომერი. აი ეს არის ჩემი ბოლო. დავშვიდობთ 6 ნომერს. ხამე. მე ისევ გაბრაზებული ვარ מחარაზე. ანუ მე რატო და მე რახან დავუპირისპირდი მაგაზე დამეპირისპირდა უკან და ანანოს კიდე ფიქრობ რომ ძალიან გაუმართლა იმ ხრივ რომ სამივე დეტექტივმა თქვა რომ ისა გადამოწმებულია და პატიოსანიაო და ეხლა რა თქმა უნდა ძალიან რთულია მან იგრევე ხელი დაადო. ნანკაზე ვერ წარმოვიდგენდი ესე ნანკა და 3 ნომერი მაინც ჩუმჩუმად ვიდიოდენ ესე obvious არაფერი არ გავუკეთებიათ და მე გვარ გაბრაზებული. ნაწყენი ვარ. ყველა სინავს იღვიძებს მაფია და ირჩევს მწყობრებს. მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას მიიღო პასუხი იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა მიიღეს გადაწყვეტილება იღვიძებს დეტექტივი და იღვიძებს ექიმი გათენდა თამაშს ტოვებს ნომერი 2 აჰა არა, შეიძლება დარჩა ერთი მაფიოზი? ნუ ყველანაირი ლოგიკის უნდა გასულიყვნენ, ყველა მაფიოზი? ეხლა უკვე რამდენი პატიოსანი დარჩით? ესენ ყველა იქნებ თავს. შესაძლებელია, გიგის ბრალია ეგ თვითონ გაიგდო ეგ თავს სხვა საერთოდ გავუგდი იმდენად ეკედლებოდა მას. ჩემთვის წითელი კარტი იდეაში არის პატიოსნები ანანო და ექიმი ორნი დარჩით. მე ანანო გადავარჩინე. 4-ს ხოლი? ვერ გადაარჩინე. იარა და ხო მინუსდენი მოგიწადა. ძალიან არა. არ ვიცი, 3 ნომერი 8 ეჭვეს იყო, ჩემ ეჭ ქვეშ იყო 8 ნომერი. 10 ნომერი არ ვიცი, მაგრამ 8 ნომერი ძალიან დიდი ეჭვეს იყო, პროსტა იმდენად სხვა მაიჩინეს თავი, რომ ფიზიკურად ვერ მიმოაქცია ყურადღება. 3 ნომერი კარგად თამაშობს თუ აქამდე მოვიდა. დავემშვიდობოთ 2 ნომერს. ხო არ ვიცი, ძალიან რთულია, მე მგონი გიგიზე შეცდომა დაუშვით, რომ გავაგდეთ. მე მგონია რომ მოუწიათ იდეაში არასწორ მოთამაშეებს ჰქონდათ კარგი როლები რა. თუმცა ანანოზე არავის არ უთქვამს რომ გადამოწმებული იყო ერთ-ერთი ლენკას გარდა. დანარჩენი არავის არ უთქვამს, ამიტომ ანანოს მე მგონია რომ რაღაცა როლში არის. ოღონდ ეს ბოლოს მივხვდი რომ გამოვედი. მე პატიოსანი ვიყავი, არ ვიცი, მე ჯითუჯის მიმართავ რომ MVP-ის ეს ჩამწეროს უბრალოდ ისე, იმიტომ რომ ერთხელ მაინც უბრალოდ მინდა რომ მონაწილეობა მივიღო, არამც თუ მოვიგო, უბრალოდ მინდა რომ ვეწერო. ხო, გამოცდილმა მოთამაშეებმა მოიგეს ისე. ლოლა ძალიან overrated იყო და მაგიტომ მეგონა რა, მეტი არაფრის გამო და გიგი ტყუილა მოკვდა. ავეთ ძალიან ნერვიულობ მართლა რა. წრეს გახსნის ნომერი 8. შეიძლება სრულ ვერსიაა, მაგრამ მაინც იქნებ კონდეს ამ ვერსიას არსებობის უფლება, რატომღაც მახსოვს რომ ნომერი 2 არასოდეს არ საუბრობა და ნომერ 3-ზე. და შეიძლება ეს ერთმანეთის გადარჩენის მიზნით რაღაცა გადათამაშდა. თქო, შეიძლება ესე ვიფიქრე უბრალოდ, რომ ნომერი 2 მოკლა ნომერმა 3-მა, ან შეიძლება მართლა მხოლოდ ერთი არის დარჩენილი და ეს არის ნომერი 3. და ნომერი 1-ს იმიტომ უყურებ, რომ ჩემ თვალში მართლა ის ხარ. დედა ტერეზა, რომელმაც რაღაცა რჩევა შეიძლება მომწეს პირველი ვარ მაინც, პირველად ვარ მაინც. რა უნდა ვთქვა? წავედი. კანდიდატურა ხო? 3.
მიღებულის. 10 ნომერს უსმენთ? კი ბატონო, მოკლედ მეც იმ ლოგიკას რომ ანანო პირველი და მეორე ნომერი იყვნენ წითლები, მოვდივართ საიდან მოყოლებული მეხუთე ნომრიდან და ნუ იდეაში ახლა 13-მაზე ვარ რომ ანუ ანანო გადამოწმებული ისა პატიოსანი მოქალაქეა. იოანე არის ექიმი და ბერჯერ ანუ და თქვა ვინ როდის რა და ჰილა ასე შემდეგ. ხო რაც შეეხება ახლა ამ ნაბიჯს რაც ახლა განხორციელდა რომ ანუ მეორე ნომერი გაქრაუცებ იმის გამო რომ მეორე და მერვე დაუპირისპირდნენ. მგონია მესამეს ბრალი, იმიტომ რომ რეალურად ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ თითქოს მერვემ გააგდო რა და ამ დროს მესამე ყველა ჩუმად არის და ყველაზე ანუ უცნაური რაღაცები ხდება, რომ ვითომ ერთმანეთში დაგვაპირისპიროს, ვინც პატიოსნები ვართ აქ რეალურად. ანუ არ ვიცი მე კიდე ვინ ხართ, მაგრამ შეიძლება ხო ექიმის გავარდნილია, კაცმა არის ის ბოლომდე, მაინც ვერ ვენდობი, მაგრამ რაც გადამოწმებულია, იმას მე ვენდობი და მესამე ნომერი ძალიან დიდი ხანია, მგონია რომ მოყვება და მოკლედ მესამე ნომერს ვასახელებ რა, ანუ მოყვა და მესამე ნომერი ხო, ჩემთვის უნდა გავაკეთო. პირველ ნომერს უსმენთ? ვაყენებ 8 ნომრის კანდიდატურას. ნახე 6-8-ში აუცილებლად ჩავიზის რა. 6-იანი 8-იანს უტევდა, 8-იანი 6-იანს. თქვენთვის 6-იანი ჩავად გავიდა, 5-იანი ჩავად გავიდა, იმიტომ რომ 5-იანზე აწიეთ თქვენ ხელი, სუ თავიდან რა. 7-იანთან ერთად წევდით 5 ნომერზე ხელს. თქვენთვის შავი იყო 5-ით, 6-ით, 2-ზეც შავი თქვით. ეხლა არის ანუ თქვენთვის 4-ვე შავი გასულია რა. თქვენ შეიძლება იყოთ 10 ნომერთან ერთადაც შავი და 3 ნომერთან ერთადაც. მე ეგრევე ვფიქრობ. მე ვფიქრობ რომ 8 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში რა. იმიტომ რომ წინაზე ძალიან ეწყინა 3 ნომერზე არ ამიწევია ხელი 6-იანის გაშვება მინდოდა და მე თუ ვთვლი რომ ანუ მე პატიოსანი შენ ექიმი და თუ ვთვლი რომ აი ყველაზე ცუდ ვარიანტში 2 შავია დარჩენილი 8-იანი მგონია 3-თან ერთადაც შეიძლება რომ შავი იყოს და 10 ნომერთან ანუ შენ მყავხარ უეჭველი შავი რა და თუ ვაგებთ ახლა 3-10-ში არ ვიცი 3-იანიც რავი რა თამაშთან არ ვიცი შეიძლება 3 უნდა გავიდე შეიძლება 8 არ ვიცი 3 ნომერს უსმენთ? მე ისევ იგივე პოზიციაზე მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. შეგიძლიათ გამაგდოთ. ჩემი 4 ნომერი მგონია ექიმი, ანანო მგონია პატიოსანი მოქალაქე, ანუ 3-2-ზე ვართ. მაგრამ ვასახელებ მერვეს, მაგრამ ეჭვი მაქვს რომ მერვე და მეათე შეიძლება მაფიოზები არიან, შავები არიან, უბრალოდ სხვადასხვა მხარეს თამაშობენ. ერთი იაპონური, ერთი იტალიური. მე მგონია ჯერჯერობით 3-2-ზე არის და ჩემი გავარდნით ალბათ დისბალანსი იქნება და დარჩება 2 პატიოსანი მოქალაქე. 2-ის წინააღმდეგ, არ ვიცი. მე პატიოსანი მოქალაქე ვარ. მესმის ახლა სხვა ეჭვები შეიძლება არ გაგაჩნიათ, მაგრამ მე რითაც შემიძლიათ მოგცეთ საშუალება, რომ ანუ პატიოსანი მოქალაქე ვარ რა. მაგ ამ ეტაპზე მითიკამებს პატიოსანი მგონია, მაგრამ მოიცა. სანამ 4 ნომერი დახურავს წრეს, დასახელებულები არიან 3-8. 4 ნომრის ერთი წუთი. მე ამ ეტაპზე თიკა მაინც პატიოსანი მგონია, მაგრამ მე მგონი ასევე რომ 8 ნომერმა რაც თქვა თიკაზე რომ 2 ნომერი გააგდო ზუსტად იგივე თამაში ითამაშა 2 ნომერი და 8 ნომერი ჩემი აზრით ერთად იყვნენ ერთი იაკუძა იყო მეორე შოგუნი ან სხვანაირად და ზუსტად იგივე თამაში ითამაშა რისი დაბრუნებაც თიკასთვის უნდა და ამიტომაც 8 ნომრის კანდიდატურას ვაყენებ მე ბას მადლობა დასახელებული კანდიდატურები არიან 3-8 3 ნომრის 30 წამი მე იდეაში უკვე თქვი, იგივე პოზიციაზე ვრჩები და მგონია რომ 3-2-ის წინააღმდეგ შეიძლება ვიყოთ ამ თამაშში. მე ვასახელებ ისევ რუიანს და ჩემი თავის დასაცავად არაფერი არ მაქვს ესეთი. ანუ ვერ ვიტყვი იმას, რომ ცოტა სულაპარაკობდი, ძალიან ბევრი ასახელებდა ამას. მეოთხე ნომერზე ბევრად მეც სულაპარაკობდი აქედან გამომდინარე, რომ მეოთხე ნომერი ახან ექიმია და მისი როლიდან გამომდინარე, უფრო გჯეროდათ და მეც რა ვიცი, ძალიან ჩვეულებრივად სულაპარაკობ. დასრულდა რუიანს უსმენთ? ძალიან გული მწყდება ეგრე რომ ფიქრობთ, მაგრამ ნუ მესმის. აი, მოკლედ შეგიძლიათ გამაგდოთ, რატომღაც უკვე ეგრე დაალაგდა, რომ ჩემი კანდიდატურა უკვე წამოყენებულია. მე დარწმუნებული ვარ, რომ 3-იანია და ამას მე სუ პირველი წამიდან ვიძახდი თუ გაგახსენდება, იმიტომ რომ რატომღაც აი ეგეთი ენერგეტიკით გძრავ, თუ რითი გძრავ, ვერ გავიგე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ადამიანი არის მუდმივად ჩუმად თავდაჯერებული. ის აქტიურობს ძალიან. დასრულდა. დასახელებული კანდიდატურები არიან 3-8 ამ თანმიმდევრობით. თუ ხელს არ აწევთ, ბოლო კანდიდატურაზე გადავა თქვენი ხმა, სულ რომ თქვენი კანდიდატურა იყოს მაინც. ასე რომ წინასწარ მოიფიქრეთ, ვის აძლევთ ხმას და აწიეთ ხელი აუცილებლად. ვინ ფიქრობს, რომ 3 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ხმა მიაცით ხმა? 1 ხმა, 8 ნომერზე გადავიდა 4 ხმა. 8 ნომრის ბოლო სიტყვა. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრისთვის, მაგრამ მინდა იცოდეთ, რომ თქვენ შორის არის კიდევ ერთი ძალიან საშიში ადამიანი და სხვა შორის ძალიან ნიჭიერი ალბათ რა, აქამდე რომ მოვიდა.
მოკლედ წავედი მე. დავამშვიდობოთ 8 ნომერს. ღამე. მოკლედ აღფრთოვანებული ვარ ამ თამაშით. ვარ ძალიან ნაწყენი, იმიტომ რომ გამომაგდეს, მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მე რომ მაფიოზი ვიყავი და ბოლომდე მეჭირა თავი და პირველივე წამებში დაგვტოვა თავარმა მაფიოზმა დონმა. და მე რომ მეორეც მიყვა და მე დავრჩი. მოკლედ მე ვფიქრობ რომ თამაშისთვის ვარ დაბადებული. შეიძლება ცოტა დახვეწა მჭირდება, მაგრამ აუცილებლად. თამაში არის სასწაული, ძალიან აზარტულია და დიდი მადლობა მაქრო მომიწვიეთ. დიდი მადლობა. გულები გაგვისპამეთ და ლაიქეთ და გამოიწერეთ არხები. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. მიიღეს განაწყვეტილება, იღვიძებს ძონი და ერთ დეტექტივს. მიიღო პასუხი, იღვიძებს მარჯვენა ხელი დაეძებს იაკუძას. მიიღო პასუხი, იღვიძებს შოკული და უერთდება იაკუძა. მიიღო პასუხი, იღვიძებს დეტექტივი დაეძებს მაფიას. და იღვიძებს ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს. თენდება კათენდა. წრეს გახსნის ნომერი 10. ოკეი, მოკლედ, რატომ არ მივეც? აჰა, შო, ესე იგი რაღაცები შეიძლება ჩემთვის ნათელი იყოს რა. კითხვა რო დავსვამე ხო შემიძლია? ხო, ანუ შენ მე დამჰილე თავით ვანიშნე, ექიმო. მე დამჰილე? მე არ დამიჰილი ხარ? ეს დაჰილე? ხადაო? ნახე რა ითამაშა? ანუ თავის მოკლაც ხო შეეძლოდებს. რეალურად. ანუ პატიოსანი მოქალაქე ვარ და ეხლა ტიპმა ისეთი ნახე ჩვენ შორის რა წავიდა. მე ავწიე ხელი 8-იანში და არა 3-იანში, იმიტომ რომ ჩვენ შორის მოხდა ცოტა ისეთი რაღაც, რომ მე მგონია თიკა და თიკას ეგონა ან მე და ან მერვე ნომერი. მერვე ნომერი გავაგდე, იმიტომ რომ თუ მერვე მართლა არ იქნებოდა, ანუ ესე ვთქვათ, იქნებოდა მაფიოზი, მე მორჩა რა მოვიგეთ თამაში ეს სიტყვით და ესე იგი რადგან კიდე ერთი მაფიოზია ნიშნავს იმას, რომ ჩემ შორის ან თიკას შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი. და მე ამიტომ დავუჭირე მხარი, რადგან ყველა ვიყავით, ანუ ჩემთვისაც ეგრე იყო 8-იანი ან 3-იანი. კი, და მოკლედ თიკაზე ძალიან დიდი ხანია უბრალოდ ჩუმად არის გამოსდელია და მე მაინც თიკას მოცემ ხმას. ანუ მე ბევრ იდეას გაწვდით რა როგორ და რანაირად. თიკა არის ჩუმად და ეხლა დაიწყო ლაპარაკი, რომ თავი გადარჩინა. კანდიდატურას თუ არ დაასახელებთ, მესამე ნომერი. კი, მესამე ნომერი ისევ რჩება. პირველ ნომერს უსმენთ? ვაყენებ 10 ნომრის კანდიდატურას. თამაში თუ არის მსროლელი დარჩენილი, ჩემი აზრით რუენი შავად გავიდა, იმიტომ რომ აი რაღაცა ძალიან დანებებული საუბარი ქონა. შენ თუ ეხა 3-იანი გადაარჩინე და 3-იანი კვდებოდა, მაშინ შენ გამოდიხარ მსროლელი რა. თუ 3-იანი შავია, 3-იანი შავია, მხოლოდ აი იაკუძასთან ერთად, ანუ შოგუნია ვერ ისვრის. ეს ჩემთვის მაშინ არ არის არანაირი საფრთხის შემცველი რა. არ ლაპარაკობს ისე მთელი თამაში, კი ბატონო, მეც ვუტევდი, მაგრამ 8-იანი თუ ვინმესთან ერთად ჩავიყო, იყო 10 ნომერთან ერთად, იმიტომ რომ ნახე შენ ბოლოს ხელი მიადმატე 11 ნომერზე. ბოლოს ამატებდი ხელს რა. მთელი თამაშია გიყურებ და ყოველ ჯერზე ბოლოს ამატებ ხელს. ეხლა იმიტომ გადიხარ. მაშინ ორი ადამიანი უნდა ადგეს რა. თუ 3-იანი გეშავება 3-იანთან ერთად დგები, ან გადიხარ მარტო შენ რა. იმიტომ რომ თუ თამაში მსროლელი დარჩენილია, ერთადერთი მსროლელი ხარ შენ. მე ყველა მხრიდან გადამოწმებული პატიოსანი ვარ. ეს დაიხილა და 4 ნომერი არის ექიმი. შენ ყველა ვარიანტში გადიხარ ეხლა და თუ გინდა აირჩევისთან ერთად გახვალ 3 ნომერთან მაგრამ ნუ გადი 3 ნომერს უსმენთ? მე 10 ნომერის კანდიდატურას უკვე 3 რაუნდია ვაყენებ. body language-ის დონეზეც, რა ვიცი, ანუ შეიძლება იქ ხელზე მოკიდება ცოტა ჩაცინებები ისინი, მე დიდი ხანია ეჭვი მაქვს 10 ნომერზე და დარწმუნებული ვარ, ერთადერთი მსროლელი, რომელიც დარჩა, თამაში არის 10 ნომერი. ანუ 10 ნომერის გაგდების შემდეგ გამოჩნდება, რომ აქ ყველა პატიოსანი მოქალაქეები ვართ. მე ყველანაირად შეგიძლიათ 10 ნომერი გააგდოთ და მე გამაგდეთ. ანუ თუ ჩემზე კიდევ ეჭვი გაქვთ, მაგრამ მე ვარ პატიოსანი მოქალაქე. პას. მადლობა. 4 ნომერს უსმენთ? არ ვიცი 10 ნომერს იმდენი რამე წამოწდა ერთი რომ თავის მოკლა შეეძლო. ეგონა რომ თვითონ დაუხილე და როგორც იკამესროლა ან რამე ძალიან ბევრი საჭირო გარემოება იყო, ამიტომ 10 ნომერის კანდიდატურას ვაყენებ და პას. მადლობა.
დასახელებულები არიან 3-10, 3-30 წამი. ისევ იგივე აზრზე ვარ, 10 ნომერის კანდიდატურას ვაყენებ. დიდი ხანია უკვე ხედავ ამ პატარა რაღაცა საეჭვო იმებს, მაგრამ აქამდე ესე ვთქვათ არ ვასახელებდი, იმიტომ რომ მოქალაქეები ზოგადად ერთ აზრზე უნდა იყვნენ და არ მინდოდა რომ გამეფანტა, მაგრამ 6-8 რო ვასახელებდი, 10-იც ყოველთვის ფიგურირებდა და ჩემი აზრი არ შეცვლილა. თან ნუ პირისპირ ხარ და ძალიან მარტივი და ან თვალი მინდა არ მინდა პირდაპირ მაქვს და ბადილებუსაც დავშვიდობთ მეთქი. 10 ნომერს უსმენთ? Body language-ის პატარა რაღაც თუ იცი, გეცოდინება რომ პატიოსანი მოქალაქე ვარ, იმიტომ რომ ამდენს ვიხარჯები რეალურად, რომ ყველას გავაგებინო, მე რას ვხედავ ჩემი, ენგლიდან და კუთხიდან რა. ეს ერთი. მეორე, ეხლა აქ რაღაც ისეთი ჩალიჩდება, რომ შეიძლება საერთოდ სხვა კარტი იყოს, შეიძლება შენ არ ხარ ოკეი, მესმის შენი გადმოსახედი, მაგრამ მეც არა ვარ და შეიძლება საერთოდ სხვა რაღაც ხდება და ეგ იმის გავარდნილია რეალურად, ამას ვერ გაიგებ, ხო? და შეიძლება ის მსროლელი სხვა იყოს, მაგრამ გადამოწმებული იყო დეტექტივის მაგიტო არც ერთხელ არ შემიტანია, შეეჭვი. ხმის მიცემა იწყება. დასახელებული კანდიდატურები არიან 3-10. ან თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს რომ 3 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ხა მიეცით ხმა? 1 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 10 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? 10 ნომრის ბოლო სიტყვა? მოკლედ, პატიოსანი მოქალაქე დაკარგეთ, აქვე გეუბნებით და ჩემი სიტყვა თუ გაინტერესებთ, რადგან ექიმი ვიცით რომ არის იოანე და თუ ვიცით ოღონდ გაიხსენეთ, იმიტომ რომ ეხლა ბოლოში უკვე ეჭვმეპარება რაღაც ვერ გავიგე აქ რა მოხდა. და ვიცით რომ გადამოწმებულია. თუ არა და მესამე, თუ გაიხსენებთ რომ იოანე გადამოწმებული ექიმი არის, ოკეი, მაგრამ მესამე ნომერი ჩემგან ტოვებ პასუხს არის ბოლო მაფიოზი რა. დავშვიდობთ 10 ნომერს. ხამე მოგე საინტერესო თამაში არის და მაინტერესებს როგორ დამთავრდება რეალურად და მგონია რომ საერთოდ სხვა რეალობა არის და სხვა დაგვანახეს აბსოლუტურად ახლა რო ვაანალიზებ იოანეში მეპარება რატომღაც უკვე ეჭვი იმიტომ რომ ისე მითამაშებდა თვალებს რომ რაღაცა ცოტა ეჭვი შემეპარა და იმ სპეციალურად ვკითხე რომ მე დამჰილეთ ხო იმიტომ რომ დახუჭულზე ვაჩვენებდი რომ მე დავეჰილე მაინტერესებდა რა მოხდებოდა და ვერ მიხვდა აშკარად და მაგიტომ მითხა იდეაში თიკაზე და რატომ ვიკითხე ეს ვერ მიხვდა ერთი სიტყვის რა მე ვიყავი პატიოსანი მოქალაქე ძალიან დაწყდა რომ გამომაგდეს და იმედი მაქვს რომ პატიოსნები მოიგებენ რა ძალიან მაინტერესებს კიდე ვინ არის და იმედია კიდე მოვალ აქ რომ უფრო ესე ვთქვათ გამოსაზრებითაც ვითამაშო რა ეს იყო ჩემი პირველი თამაში იღვიძებს მაფია და ირჩევს მწყობრს მიიღეს გადაწყვეტილება, იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. მიიღო პასუხი, იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაყუძას. მიიღო პასუხი, იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაყუძას. მიიღო პასუხი იღვიძებს დეტექტივი და ეძებს მაფიას მიიღო პასუხი იღვიძებს ექიმი მიიღო პასუხი თემდება თამაშს არავინ არ ტოვებს. პირველი ნომერი გახსნის წელს. თქვენი ერთი. ძალიან ლოგიკური იყო რა, ბოლოს უკვე ძალიან. ბოდიში ეს არის ფინალური წრე. გამოცნობანა, ასე ვთქვათ, ლატარიული წრე. და კანდიდატურების დასახელება არ დაგავიწყდეთ. მე არ შეგახსენებთ. პირველი ნომრის ერთი წუთი. მაყენებ 3 ნომრის კანდიდატურას, ცუდად არ მიიღო. მართლა კარგად ითამაშე, მართლა просто ნათელია რა всё, აზრი არა აქვს. 10-იანიც შავი იყო, 8-იანი შავი იყო და ძალიან კარგად ჩამოყალიბდა რა. ეს უკვე ვიცოდი რა მოხდება. всё. ხო, ვაყენებ ჩემთვის უეჭველი შავი ხარ რა, უეჭველი. всё, პას. მადლობა. 3 ნომერს უსმენთ? მე ჩემი გადმოსახედიდან ეხა ძალიან საინტერესო თამაში მიმდინარეობს, იმიტომ რომ მე ვარ მოქალაქე და ეხა ვარ სრულიად დაბნეული და ვფიქრობ ანანოზე რომ ეჭვები იყო პირველივე რაუნდიდან რომ ძალიან კარგად თამაშობს გონი მაგისტრის უნდა მომესმინა ან იოანეში უნდა შევიტანო ეჭვი რომ ექიმი არ არის, იმიტომ რომ ჩემი გადმოსახედიდან მე რომ ჩემი card ვიცი რაც არის და მოქალაქე მაშინ მე მგონია პირველი ნომერი, იმიტომ რომ თავიდანვე იყო ეჭვები. მე პირველად ვარ აქ მოთამაშე, არ ვიცი ვის როგორ თამაშის სტილი აქვს. ახლა ზუსტად აქედან
გამომდინარე ვფიქრობ პირველ ნომერს. არ შეიძლება ექიმი არ არის 4 ნომერი, მაგრამ ჯერჯერობით რატომაც ეს უფრო ჩაბეჭდილი მაქვს და მე მგონია პირველი ნომერია. შეიძლება ისეთი ვარიანტიც არის, რომ ეს ორი ერთად მუშაობს გუნდში და ეხა ორი ერთის წინააღმდეგაც არის. მე რო ვიცი რომ მე არ ვარ, აი ზუსტად მანდარი ეხა რომ აი ეგ მაინტერესებს რომ რომელი თქვენგანი თამაშობს ესე კარგად. ხო, მე ზუსტად ვიცი რომ არ ვარ. სანამ 4 ნომერი დახურავს სტრესს, დასახელებული კანდიდატურები არიან მხოლოდ 3. 4 ნომრის 1 წუთი კანდიდატურას თუ არ გამოყოფთ. მე ვასახელებ მესამე ნომრის კანდიდატურას და მე თქვი პირველი ნომერს ვასახელებ თქო. ვასახელებ პირველი ნომრის კანდიდატურა არ გითქვამთ. 4 ნომერს თუ სურს 4 ნომერს თუ სურს შეუძლია რომ დაასახელოს მე გირჩევ. მე ვასახელებ მესამე ნომრის კანდიდატურას და პას. თქვენ დრო მიდის. პას. მესამე ნომერს ვასახელებ. მადლობა. 3 ნომრის ბოლო სიტყვა. მე ვარ პატიოსანი მოქალაქე, თავიდანვე ვიყავი, ძალიან კარგად შევეცადე რომ მაფიოზები და ეს ყველანი გამომეჭირა, მაგრამ არ ვიცი შეიძლება ძალიან გამაცურეს და ვერ ვითამაშე სათანადოდ, ამიტომაც პატიოსანი მოქალაქეებს ბოლო კარგი პატიოსანი მოქალაქე დაკარგეთ სავარაუდოდ. დავშვიდობოთ 3 ნომერს და მიულოცოთ შოგუნს. პირველი ნომერი იყო იაკუძა, იგივე შოგუნი. უნდა დაასახელო კანდიდატურა. აუცილებლად მართალია მაინც გამიმართლა რომ ვიყავი შოგუნი. პირველივე წამიდან ანანო შოგუნი გოლი. აუ რა მარა გაუმართლა რომ წითელი იყო რომ გადამოწნა. ეგ იყო რა. იყო. 12 ნომერი. იოანე მაინც 3 ნომერს მისცემ. ჩემი დეტექტივი, ყოჩახჩემო დეტექტივი, ძალიან დაუძახოთ დეტექტივი. რა ხოს ვიყავი? არა, ჩვენ ყველაზე მაგარი. მე ძალიან გამიმართლა რა. ესე რომ ესე არასდროს გამმართლებია, მართლა. თქვენი ბრალი არაფერი არ იყო. კარგი. ექიმო, შენ 2 ადამიანი გადაარჩინე. просто ბოლოს აუცილებლად ყველა უნდა იყოს დასახელებული. რა იცი რა ხდება. მაგრამ შენ მაინც 3 ნომერს აგდებ. კარგი, მოიგობრებო, ძალიან საინტერესო თამაში იყო. ვინმე ელოდებოდით რომ ამდენ ახალ მოთამაშესთან ასეთი 3 დეტექტივი და ძალიან მაგარი სიგიჟეები მოხდებოდა, კიდევ გელოდებით აუცილებლად. მართლა გულწრფელად მაგარი თამაში იყო. პატიოსნებმა რანაირად წააგეთ, არ ვიცი, მაგრამ არა უშავს. ძალიან მოკლედ გავაკეთოთ რაღაცა თქვენი MVP-ები გამოყავით, როგორ მოგეწონათ თამაში და პირველ ნომერს უსმენთ. 15 წამი. მე კი ვარ ხოლმე პატიოსნების მხარეს, მაგრამ ანუ ძალიან კარგად ითამაშეთ რა. არ გეგონოთ რომ ანუ არასწორი იყო ჩემი ბოლომდე დატო. ბოლოს გასაგდები კარტი ვიყავი, მაგრამ მანამდე გასაგდები კარტი არ ვიყავი, ასე რომ არ გიგონოთ რომ რამე შეცდომა დაუშვით. ძალიან მაგარი ექიმი ყავდა. პატიოსნებმა ძალიან კარგად ითამაშეს. შენ რომ გამოდებული თავით იცავდი 5 ნომერ დეტექტივი ძალიან კაი იყო. 7 ნომერი რომ გაიხსნა, როცა მიხვდა რომ შეიძლება გავარდნილიყო, იყო სუპერ, ძალიან მაგარი იყო. რუიანმაც მაგარი რაბანამ ისე კარგად ითამაშე რომ შეეწირა ამ კარგად თამაშს, დიდი ბოდიშის მოხდენა, მან ეგრე კარგადაც არ უნდა ითამაშო პირველ წრეებზე. ძალიან კარგები იყავი და მაგრამ ჩემი MVP, ჩემი დეტექტივი იყო 12 ნომერი, რომელსაც მე ძალიან მჯეროდა რომ დეტექტივი იყო. მადლობა. მე מחარამ დამაბარა ესეთი სიტყვები რომ იონე საყოლო ანანოსაც საყოლო ჩემი MVP ანანოო ესე თქვა რა და მეც მიმაწერთო სადღაცო რა და კიდე რა აჰო მაგარი რო ეგ თქვი ჩემი პირველი თამაში იყო და ძალიან დიდი ემოციები იყო. იმედი მაქვს კიდევ ვითამაშებ, იმიტომ რომ მართლა საოცრება იყო და სად ვიყავი აქამდე. ძალიან კარგი ექიმი ყავდა ნამდვილად, თუმცა აი ბოლოს დამაკლდა ეს გვერდში დგომა და მინდოდა ის გამონაკლისი ყოფილიყო, სადაც მე და ივანე დუეტში მოქალაქეები გაიმარჯვნენ. მაგრამ პირველივე რაუნდიდან რომ დასახელდა რომ ანანო იყო ცოტა საეჭვო და კარგი მოთამაშე, აი მაგას უნდა გაყოლოდა ივანე და ჩემი შემდეგი სიტყვა ივანეს. აქამდე ივანე იმიტომ არ ყოფილა რომ სულ მუშაობს. ხო. TikTok-ების ამაზე სულ ხდება რომ სულ მუშაობს ხალხი. ხამის მერაში გადამიყვანეს. აი ექიმია. ისეთი იმდენი იმუშავა რომ ექიმია. აკაც მამუშაოს ექიმად. ვიცაშვილი არ იყო, იმასაც უშველა ბოლოს. მე ყველაფერი დახელა. ყველა და ძალიან სწორად მართლა. მე თამაში ძალიან მომეწონა, გონი უფრო მარტივი აღმოჩნდა ვიდრე მეგონა. და ჩემი MVP იქნება ანანო, რა თქმა უნდა, ვიც მომიწვი აქ. და მომიგო მერე კიდე ზემოთ. ძალიან კაი თამაში იყო, გილოცავთ ყველას მართლა. შესაძლოა დეტექტივი იყავით.
ხო, დეტექტივი ვიყავი. მე ემოციური, იმიტომ რომ აი მართლა გავგიჟდი ბოლოს, რომ აი მეთქი რა ხდება, ბასტო დამემართა რა არა ვიშვის. მესმის ახლა მაგისიც. ჩვენიც ხო გესმით მე რომ კი რა თქმა უნდა, კი, გასაგებია, ხო. კარგები იყავით მართლა, ძალიან ყოჩაღი იოანე, ძალიან მაგარი ხარ, თან პირველად რო ითამაშე ექიმით, ძალიან მაგარი ხარ და ჩემი MVP მართლა არის ანანო, იმიტომ რომ გოგო ისე გაძვრა, რომ აი რა, საღოლ რა. აი ყველანაირად წითელი ტიპი იყავი და ყოჩახ, მაგრამ საეჭვო რო იყავი, ეგეც ჭკვიანი ხარ და ეგეც აღნიშნე. მოკლედ ერთ რამეს ვიხდი რომ ლოლას არ უნდა ინდო არასდროს ადამიანი. მიყვებოდი ბოლომდე და ბოლოს დამიკიდა. მეორე რამეს რაღაც ვიხდი, აი ეს რაღაცა რაც მიმეკეთა. ძალიან შევეჩვე და მეტი აღარ მინდა 5 დღე რაც მეკეთა. ეგეც საკმარისი იყო და ძალიან მაგარი თამაშა იოანემ, ორი ძალიან მაგარი დაჰილდოები იყო და მაგრამ ჩემი მაინც ანანოა, იმიტომ რომ აი საღოლ ბოლომდე მაინც არ მეგონა რომ შენ იქნებოდი რაღაცა. ბოლოს შენც გინდი. ხო, ანუ ძალიან საინტერესო. ანუ იმ მომენტში ჩავთვალე, შეიძლება არ მჭირდებოდა, მაგრამ იმ მომენტში ჩავთვალე, რომ მესამე დეტექტივად გახსნა, თამაშისთვის ძალიან საინტერესო იქნებოდა, თუ გამომივიდოდა, რატომაც არა. ხო, ну რა ვიცი, ჩემთვის მაგალითად წარმოუდგენელი იქნება ფინალი ანანოს გარეშე, ამიტომ ანანო არის ჩემი MVP, თუმცა იოანემ ძალიან მაგრად ითამაშა, თან პირველად ითამაშა. და გილოცავ ანანო, მაგრად ითამაშე. სიცილიაზე, რაუც, ნახოთ. წაგიყვანთ. სტაფში, მე შენ. მადლობა. 8 ნომერმა პირველად ითამაშა და შესანიშნავი იყო, ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ხო თუ ჩემ თამაშს ეგრე შეაფასებთ როგორც შესანიშნავი. იმიტომ რომ მართლა ძალიან ნერვიულობდი. იმიტომ რომ საცდელ თამაშზეც ხო მაფიოზი აღვიჩდი. აქაც მაფიოზი აღვიჩდი. მე ვიფიქრე ჩემი ცხოვრებისეული წოდება ხომ არ არის მეთქი და მოკლედ ძალიან ვინერვიულე, მაგრამ ერთი რაღაცის თქმა შემიძლია რომ ანანო რო არის. ანანო რო არის, აი საერთოდ ბოლოს მინდოდა რომ მოვეკალე. მოვეკალი, არა მომეკლა. მართლა მინდოდა შენი მოკლა, მაგრამ შემეშინდა. მივხვდი რომ მაფიოზი ქალი ვარ და ვისი მეშინია მეთქი, მაგრამ შემეშინდა შენი მოკლის. და ამიტომ დავადა მე მახარ რას ხელი. ძალიან დიდი მადლობა ხო. მადლობა. რაბან როგორ მოგეწონა? ძალიან კაი იყო იმის ყალობაზე რომ ბევრი მართლა ესე პირველად თან ანუ რომც არ ქონდეთ ვიღაცას პირველად ნათამაშები ალბათ ყველა დამეთანხმება აქ რო ჯდები სხვა ის მოაქვს რა ადრენალინი სხვანაირად ნერვიულობ და ასე შემდეგ. კარგი. ყველა ჩემი აზრით ყველამ კარგად ითამაშა საერთოდ აბსოლუტურად თითოეულმა თქვენგანმა. უბრალოდ გამოარჩევ რამოდენიმე მოთამაშეს. გამოარჩევ აუცილებლად 12 ნომერს. ძალიან კარგად გაიხსნა დეტექტივად, ძალიან მართლა. ჩემი აზრით ემოციურად ლოლას აჯობა ჭალებში ასე თქვა, იმიტომაც გადავიხარე უფრო 12 ნომრისკენ. ასევე მინდა 8 ნომრის კარგი თამაში აღნიშნო, კარგად თამაში პირველი სკვალობაზე მართლა კარგი იყო. და ანანო არაჩვეულებრივი მოთამაშე, ისედაც ყველამ ვიცით. გიგი ალბათ იმოგზაურე ძმაო, რავი რა გითხრა. და იცი როგორ არის პირველსა და 4 შორის აი 2 წელს შუა ვარ რა, მაგრამ მე მაინც კაი კარტისკენ გადავიხრები რა. იოანემ 2 ზედიზედ ისეთი ჰილი გააკეთა, მე ჩემი ექიმობის მერე თუ რამე გამიკვირდებოდა ძმაო, ნახდა არ მეგონა და არაჩვეულებრივად ითამაშა მართლა. ანონს იქნება ჩაწერილი, ახლა დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვიცით დავასახელებ ორივე ჩაწერილი იქნება, მაგრამ აი 12-1-4-ს გამოვარჩევდი ალბათ რა. აი ახლებიდან ყველაზე ძალიან მომეწონა 10 ნომრის თამაში. როგორ გავუშვით 10 ნომერი არ მესმის. როგორ მოგეწონა გითხარი. მოკლედ ძალიან საინტერესო. შენ ძმაო პირდაპირ სიცილიაზე დავხვდი რა, პალერმოში სადღე ვილაზე. მე ზოგადად ვარ ესეთი რა. აი ვიტყვი მაგას. ხო მიმიკებს რაც შეეხება აქვე გეტყვით შეიძლება კიდე არ მიცნობს ალბათ ანუ ძალიან ესეთი ანუ არასდროს არ ვარ სტაბილური ლექციაზე 2 საათი არ ვარ ნამყოფით ჩემს ცხოვრებაში მიუხედავად იმისა რომ 6 წელია ვსწავლობ რა ვსწავლობდი იმიტომ რომ ვარ ანუ ჰიპერაქტიული ხო მე ვერ ვუყურებ ბოლომდე ანუ არ შემიძლია ან ჩქარ უნდა ვუყურო როგორც ლაპარაკობის იმიტომ რომ ესეთი ვარ ხო რა ანუ მე თვითონაც და მიმიკებიც ანუ საქმის სწრაფად კეთება მიყვარს და ასე შემდეგ ყველაფერი ვარ ესე
ჩხერატარება და ასე შემდეგ ხო და მოკლედ ხო ამიტომ ვაცეცებ თვალებს ესე რომ რაღაცა დავიჭირო რა ძალიან სწრაფად და რაც შეეხება თამაშს მართლა ძალიან საინტერესო იყო ანუ ძალიან საინტერესო იყო ამდენი უცხო ადამიანის რეალურად ნახვა და მათ ერთად თამაში რა ხა მაყურებელი ხო გვიყურებს და მაინც ყველას თავისი წარმოდგენა აქვს თეულ კრეატორზე და თავიანთ ესე ვთქვათ მოღვაწეობაზე ვინც ხედავთ აქ და ესე პირადად თამაში კიდე საერთოდ სხვა რეალობაა და ანუ ყველა რო რაღაც როლშია შესული ძალიან საინტერესოა ვინ რას როგორ ირგებს და ანუ მაგრად გავერთ ერთი სიტყვით რა და ყველას ურჩევ რომ მოვიდეს და თავის მეგობრებთან აქ გამოსცადონ თამაში პირველ რიგში იმიტომ რომ შეიძლება აღმოაჩინონ რომ მათყუ არა მეგობრები ყავს და ასე შემდეგ და მე მეორე კიდე ძალიან გასართობია, აი ძალიან გასართობია მართლა რა და ნუ ჩვენს თამაშსაც შეხება მართლა ანუ სიამოვნებით ამ თამაშს ვთამაშებდი შენობის გარეთაც სადმე ბუნებაში, პიკნიკში და ასე შემდეგ საქართველოს თუნდაც სიცილია თუ არა არა ანუ გარეთაც შეიძლება მოკლედ გასვლა რა და სამომავლოდ შეიძლება მსგავსი რაღაცაც, იმიტომ რომ ანუ მართლა ძალიან კაი პროექტია და მეტი ასეთი პროექტი საქართველოში რა. ძალიან კი ერთობით, მაგრამ 12 და 1-იანმა ეგრევე თვალის ჩაკვრაც და ნათელი იყო 6-იანი აუტან გოგოებზე რაღაც საშინელოებს იძახდა მთელი და ჩემი NPC იქნება 2 ნომერი ეს მადლობა მადლობა. ხო, მე ძალიან მეყვარს, როცა ახალი მოთამაშეები მოყვავს და ამ ახალ მოთამაშეებს მე უყვარდებათ ეს თამაში რა. აი, პროექტისთვის თავარი და მნიშვნელოვანი არის, რომ უფრო და უფრო მეტ ადამიანს შეუყვარდეს ეს თამაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ დღეს ვინც იყო პირველად მოსული, ძალიან კარგი ემოციებით არის რა, იმის მიუხედავად, რომ ეს სტაფის წორბა მოიგო. და ხო, ჩემი მემპი არის 1 ნომერი და 6 ნომერი არის საუკეთესო ადამიანი, მისნაირი მეტი არ დაიარება დედამიწის ზურგზე და მე თქვენ გისურვებთ. ფოლი გაჩენორი. თქვენ ხართ ამ სამყაროს გადამჩენელი ადამიანი. 6 ნომერი უნდა გახდეს პროექტის MVP უნდა გახდეს Gigi on the road. ის გამიხარდა ძალიან რომ აი მე და ანანო ვიყავით ერთად გუნდში, იმიტომ რომ მე და ანანოს გვაქვს საოცარი ქიმია და აი მე რომ მაგიდაზე დავრჩენილიყავი და არ მომკვდარიყავი, დარწმუნებული ვარ რომ 2 თვეში მოვიგებდით ამ თამაშს და აი დეტექტივად მოკვდი შენ. დიახ, მე დარწმუნებული ვარ დეტექტივად მოკვდე, მაგრამ აი 7 ნომერი არ აღიარებს და არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, ერთი წამი, არ ვიცი შეამჩნიეთ თუ არა, მაგრამ G2G პატიოსნების მოგებას წურავდა. და კიდე ჩამ ერთიანი დაასახელებ. ხო, ერთიანი დაასახელებ, დარწმუნებული ხარ დაასახელებ კი, არა სამი გადი. არა, ერთ სასახელებ. ვიდი დაასახელებ, არა, ვერ მოვაგე. მეგობრებო, ერთი კომენტარი ბოლოსთვის. მე ჯერ ამდენი გოგო მაფიაში არასდროს მინახავს, ასე რომ დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, ეს იყოს თქვენთვის სტიმული, რომ ქართული YouTube-ი დაიწყოთ და გააქტიურდით. მადლობა ყველას მომთანებელს. მაგარი თამაში